2, 3 და ეთერში ხარ. ძალიან მომენატრა ეს სიტყვები სიმართლე რომ მითხრა საუბრობთ დილამშვიდობისა მოგესალმებით. დილამშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო, დილამშვიდობისა მარია მოგესალმებით მეც ნამდვილად მომენატრა. ცოტა ხანგრძლივი შესვენება გამოგვივიდა, თუმცა ვიწყებთ ერთად, ვიწყებთ ახალი ძალებით და წარმატებულ დღეს გისურვებთ. დღეს არის 15 სექტემბერი, ალბათ 1 სექტემბერთან ასოცირდება ეს დღე, პირველად მიდიან სკოლაში, დღეს იწყება სწავლა უმეტეს დაწესებულებაში, სასკოლო დაწესებულებებს გულისხმობ, ასევე საუნივერსიტეტოსაც და მე დიდ წარმატებას გისურვებთ. ალბათ ახლა ფაცი ფუცობთ, ემზადებით რომ წახვიდეთ სკოლაში, ჩვენ წარმატებულ დღეს გისურვებთ და გადაცემაც თითქმის ამ თემის ირგვლივ გვექნება დატვირთული. მოკლედ 9 ნახევარია, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეიდან ყოველ დღე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ეთერში გავა დილის ტალღა. ახლა კი ვნახოთ გადაცემის მცირე ანონსი. ახალ სეზონზე ახალი შემართებით თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობი დილის ტალღის ახლობელი და ერთგული შემოქმედებითი გუნდი დაბრუნდა. ჩვენი დღევანდელი ეთერიდან გაიგებთ რა ხდება ბიზნეს სამყაროში და თუ ინვესტირებას გეგმავთ სასარგებლო ინფორმაციით მოგამარაგებთ. სპორტული განწყობითა და სიახლეებით კვლავ ჯიჯი შემოგვიერთდება. გავიგებთ მნიშვნელოვან და საინტერესო ამბებს ინტერნეტ სივრციდან და გაგიზიარებთ უგემრიელესი და უმარტივესი კერძების რეცეპტებს ქეთა თხილაიშვილისგან. გადაცემის მეორე ნაწილში ჩვენი არხის მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე კვლავინდებურად ჩვენთანაა ამინდის უთუარი პროგნოზით. ჩემი აზრით მასწავლებლები იქნებიან ხერულები. პირველი კლასი, პირველი ზარი და პირველი გამოცდილება. ჩვენი რეპორტაჟიდან გაგაცნობთ პირველ კლასელებს, მათ სამზადისსა და მოლოდინებს. დღეს სასწავლო წლის პირველი დღეა საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. ამ მნიშვნელოვანი დღის განწყობის გადმოსაცემად ჩვენი ჟურნალისტი ნომერ მე-16 საჯარო სკოლიდან შემოგვიერთდება. ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტთან ერთად კი ვისაუბრებთ სასკოლო დისციპლინასა და სასწავლო პროცესის დროს სწორი ქცევების ჩამოყალიბებაზე. აი მითხრეს ასე რომ დავდოთ ის ტელეგრამზე და რა ფასიც გინდა იმნარი უბრალოდ ვნახოთ. დღევანდელ ორშაბათსაც იხილავთ რუბრიკას შენი იდეა, ადამიანები და პროექტები, რომლებიც თქვენთვის მოტივაციის მომცემი გახდება ახალი საქმიანობის დასაწყებად. დღევანდელ ეპიზოდში გაგაცნობთ ხეზე კვეთის ოსტატს ანზორ ხიმშიაშვილს, რომელმაც მამის საქმე გააგრძელა და წლებია საყოფაცხოვრებო ნივთებს ქმნის მთელი ოჯახისთვის. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. გადაცემის მესამე ნაწილში დილის ტალღა ახალ სეზონს ახალ ასტროლოგთან ერთად იწყებს. სტუდიაში ხატია ძნელაძესთან ერთად დაგიბრუნდებით, გაგაცნობთ ხატიას და ორშაბათის ტრადიციისამებ მთელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზსაც. მოკლედ ესეც ასე პირველმა მღელვარებამ გადაიარა მიუხედავად იმისა რომ მე-19 სეზონს ვიწყებთ უკვე და არაერთი წელია უკვე თქვენთან ერთად ვართ, მაინც ახლავს მღელვარება ყოველთვის დასვენების შემდეგ პირველ ეთერს. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, გეტყვით რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას, სტუდიაში საუბრობ სურმენძე და მარიამ ჟავანაძე ვიმუშავებთ. გამომდევნო 2 საათის განმავლობაში ჩვენი კოლეგები შემოგვიერთდებიან საინტერესო თემები, თუმცა მაინც ლაიტმოტივი არის სკოლა და მაინც სულ სკოლის ირგვლივ ვისაუბრებთ, თუმცა სანამ სკოლაში წავალთ, როგორ უნდა შევიმოსოთ და როგორი უნდა იყოს დღეს ჩვენი ჩაცმულობა, გადავალოთ თვალი ამინდის პროგნოზს, თუ როგორია დღეს ტემპერატურული ფონი საქართველოს მასშტაბით და თავი არ წვიმს. მე მახსოვს ყოველთვის 1 სექტემბერს წვიმდა ხოლმე, როდესაც ჩვენ დავდიოდით სკოლაში, მაშინ 1 სექტემბერს მივდიოდით, ყოველთვის წვიმდა ხოლმე, მაგრამ დღეს არის ძალიან კარგი ამინდი, ასე რომ შეგვიძლია ესეთ გამოუფინოთ ჩვენი თეთრი პერანგები და მოკლედ თეთრი ბაბთები და მე ვიცი რომ შენი შვილი წელს პირველად მიდის სკოლაში, ძალიან დიდი სიხარული გაქვთ ოჯახში, გილოცავ შენ და გილოცავ ყველა ადამიანებს, ვისაც პირველად მიყავთ ბავშვები დღეს სკოლაში და ფაცი ფუჩი ხართ, თუმცა სანამ გახვალთ, მაინც ვიყურეთ როგორი ამინდი იქნება. დავიწყოთ ჩვენი ქალაქით. დღეს 15 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია 26 გრადუსი სითბო, უდღეუნალე ქუჩაიulis ღრუბლიანი ამინდი იქნება და მზეც გამოანათებს. 26 გრადუსი კარგია. მოკლედ, ქობულეთში 25, ქედაში 25, ასევე 25 გრადუსი იქნება შუახევში, ხულოში +23, გოდერძის უღელტეხილზე 20 გრადუსი სითბო.
დღეს 15 სექტემბერს ოზურგეთში 26 გრადუსი სითბო იქნება, ურეკში 25 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ლანჩხუთშიც ასე 26 იქნება, პლუს 26 მოსალოდნელი ასევე ჩოხატაურში, რაც შეეხება ბახმაროს, დღეს 15 სექტემბერს მაქსიმალური ტემპერატურა 20 გრადუს სითბოს მიაღწევს. კი ბატონო, ფოთში +25, ანაკლიაში 27, სოხუმშიც 26 გრადუსი, რაც შეეხება ზუგდიდში იქნება 28 გრადუსი. ჯერჯერობით ყველაზე მაღალი ტემპერატურა ზუგდიდში ფიქსირდება. დღეს კოპიტნარში 28 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ასევე +28 მოსალოდნელი ქუთაისში, რაც შეეხება საირმეს, დღის განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა 25 გრადუსს მიაღწევს. 15 სექტემბერს მესტიაში +25 გრადუსი იქნება, ბორჯომშიც 25 გრადუსი, ბაკურიანში 21, აბასთუმანში 25 გრადუსამდე გათბება ჰაერი. დღეს ახალციხეში ნავარაუდევია 27 გრადუსის სითბო, +24 იქნება გორში, ცხინვალში 22, ხოლო თელავში დღეს უნალექო ამინდი და 20 გრადუსის სითბო. პრინციპში ყველგან უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ძალიან მაგარია, მოკლედ ყველა მოსწავლეს გაუმართლა და რაც შეეხება თბილის, ჩვენს დედაქალაქში დღეს 22 გრადუსამდე გათბება ჰაერი და იქნება ოდნავ მოღრუბლული, ასე რომ ზეც არ შეაწუხებთ მოკლედ პირველ კლასელებს და არა მარტო პირველ კლასელებს, ადამიანებს მოზრდილ კლასებშიც, რომლებიც არიან და რომლებიც სხვათა შორის დღეს დილით მიუხედავად იმისა, რომ 7 საათისთვის გამოვედი სამსახურიდან სახლში მოვდიოდი, ვამჩნევდი აქა-იქ შეკრებილ კლასელებს. სახლში მოდიოდი. ეს არის შენი სახლი, არა მარია, ეს შენი სახლია და იქ მუშაობ. და სხვათა შორის ეთყობა კლასელებსაც მოენატრათ ერთმანეთი და გადაწყვეტეს, რომ უფრო ადრე შეკრებილი იყვნენ, მოკლედ კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ სკოლის დაწყებას განსაკუთრებით მოსწავლეებს. თუმცა არიან ისეთი ადამიანები, ვისის შვებულებაც ახლა გრძელდება და ელოდებიან პროგნოზს, რომ ვინ არის ასეთი? არის ასეთი ადამიანი, მაგალითად ჩემი და რომელიც ახლა შვებულებაშია და სურს გავიდეს სხვაზე, ასე რომ სანაპიროზეც შეძლებთ გასვლას და გაარუჯვას, იმიტომ რომ ხავერდოვან სეზონზე განსაკუთრებით კარგი რუჯია ვამბობენ და მე ეს მაქვს საკუთარ თავზე გამოცილი, ასე რომ წარმატებები თქვენ სანაპიროზე შეინიშნებაში. თუმცა სანამ სანაპიროზე ვინმეს გავუშვებთ, მოდით ვუთხრათ როგორია დღევანდელი დღის კურსი და ზოგადად გავაცნოთ ყველაფერი, რაც ბიზნესის ბაზარს შეეხება. რა თქმა უნდა, გავაცნოთ, გადავალოთ თვალი თუ როგორია დღევანდელი ვალუტის კურსი ეროვნული ბანკის დადგენილებით. ვალუტის ოფიციალური კურსი 15 სექტემბრისთვის ასეთია. მოიმატა დოლარის ფაცმა. 1 ამერიკული დოლარი 2 ლარი და 70 თეთრი ღირს. 15 სექტემბერს 1 ევრო 3 ლარად და 16 თეთრად შეიძენთ. ბრიტანული გირვანქა სტერლინგი 3 ლარი და 65 თეთრი ეღირება. ხოლო თურქული ლირის ფაცმა მოიმატა და 15 სექტემბერს 0.06 თეთრი ეღირება. გადავალოთ თვალი ასევე ბიტკოინის ღირებულებას. ბიტკოინის ფაცმა დაიკლო და 1 ბიტკოინის ღირებულება 31,553 ლარია. 1 ეთერიუმს 12,444 ლარად შეიძენთ. 1 BNB-ს ფასი კი 2,501 ლარი იქნება. ახლა კი დრო ინვესტიციების თემას მინდა დავუთმო. ინვესტორთა შორის გლობალურად პოპულარული დღესდღეობით არის Apple-ის, AMD-ის, Google-ის, Meta-s და Amazon-ის აქციები. სულ ეს ხუთეულია ძირითადი. Apple-ის აქციების ფასმა 1.73%-ით მოიმატა და 223 დოლარი და 99 ცენტი ღირს დღეს. AMD-ის ფასიც 1.5-ჯერ გაიზარდა და 158 დოლარს შეადგენს. Google-ის აქციების ფასს საკმაოდ მცირე მატება აქვს, სულ რაღაც 0.5%-ით მოიმატა, რაც 240 დოლარსა და 40 ცენტს შეადგენს. Meta-s ფასიც გაიზარდა, გასულ დღეებთან შედარებით 0.56%-ით და 745 დოლარი და 10 ცენტი ღირს. Amazon-ის აქციების ფასმა დაიკლო სამაგიეროდ და 0.73%-ით დაიკლო და მისი ფასი 228 დოლარი და 27 ცენტია. თუ ამ აქციების შეძენას გადაწყვეტ, ნებისმიერ თქვენგანს გაქვს შესაძლებლობა შეხვიდეთ თქვენი ინტერნეტ ბანკის აპლიკაციაში და თვალი ადევნოთ აქციების ფასების ცვლილებას. შეგიძლიათ დააბანდოთ მცირედიც კი და ეს მცირე დაბანდება რა იცით, იქნებ სამომავლოდ თქვენი პირველი მილიონის გამომუშავების საფუძველი გახდეს. ძალიან დიდი მადლობა, სალომე. იმედია შენც იწყებ შენი პირველი მილიონების შეგროვებას, იმიტომ რომ საკმაოდ გემრიელ რუბრიკას მოჰკიდე ხელი ველოდებით შენგან სიახლეებს და თან კარგ სიახლეებს. მადლობა.
ჩვენ კი გავაგზავნოთ ბუნებრივია ჩვენი გადაცემა და ტრადიციად დავტოვეთ ის, რომ რა თქმა უნდა ბიზნესის შემდეგ გაგაცნოთ ვებსიახლეები, ის ამბები თუ რა ხდება და რა სურნელი და რა ენერგეტიკა ტრიალებს მოკლედ ჰოლივუდში. მე მაინტერესებს რაზე გააკეთე არჩევანი, იმიტომ რომ ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენი ყურადღება არაერთმა ვებსიახლემ მიიპყრო, ასე რომ მოუთმენლად ჩაუჯდები ახლა ვებსიახლეებს. ჩაუჯდეთ, ეთერში ვებსიახლეების დროა. მოკლედ, დავიწყოთ რობი მარგოთი, ულამაზესი რობი მარგო ლონდონში ახალი საპრემიერო ფილმის ჩვენებაზე გამოჩნდა. არმანის კაბით დამშვენებული ბარბი ჰოლივუდიდან წითელ ხალიჩაზე ალმასივით ბრწყინავდა და ვნახოთ ახლა ეს კადრები ეთერში. გამჭვირვალე მძივებით გაწყობილი კაბა, თამამი გადაწყვეტილება იყო და ამავდროულად ელეგანტურიც. ალბათ ყველანი დამეთანხმებით ულამაზესი რობი მარგო, რომელსაც თვალს ვერ მოწყვიტავს ადამიანი, როგორც პრესა წერს, ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოჩენა იყო მშობიარობის შემდეგ. მან ყველას გაოცება შეძლო და ეს კადრები ვირუსულად ტრიალებს დღემდე სოციალურ ქსელში. თქვენ რას ფიქრობთ, ეს თამამი არჩევანი იყო თუ გარკვეულწილად რისკზე წასვლა? მე მგონი თამამი არჩევანი იყო და ყოველთვის იმის ჩვენება, რომ რობი მარგო ფორმაშია და ის აგრძელებს თავის სამსახიობო კარიერას წარმატებით. ეხლა რაც შეეხება მეორე ამბავს, მოკლედ რობი მარგოს არც დაკოტა ჯონსი გამორჩა. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე დახვეწილმა მსახიობმა, დაკოტა ჯონსონმა, წითელ ხალიჩაზე ისევ მოახერხა ყველას გაოცება. ის გამოჩნდა გუჩის გამჭვირვალე შავი კაბით, ეს ჩვენ ახლა ეთერში ვხედავთ ამ ყველაფერს და აშკარად ვხედავთ იმასაც, რომ კაბის ქვეშ მას მხოლოდ მინიმალისტური შავი თეთრეული აცვია, რამაც ლუქს თან სექსუალურობა და თან კლასიკის კომბინაცია მისცა, შეიძლება ითქვას. ჯონსონი ყოველთვის ცნობილია სტილის სიმამაცით, მაგრამ ამჯერად უნდა ითქვას, რომ ერთ-ერთი ყველაზე დამამახსოვრებელი ლუკი იყო. მისი იმიჯი უკვე აქტიურად ვრცელდება მოდის მედიის პირველ გვერდებზე. ზოგიერთები წერენ იმასაც, რომ ეს ერთგვარი რევანში იყო კრის მარტინზე, რადგან წყვილი ერთმანეთს სულ რაღაც ერთი თვის წინ დაშორდა და მათ დაასრულეს მოკლედ ესე 7 წლიანი ურთიერთობა. შეგახსენებთ, რომ დაკოტა არ არის მხოლოდ მსახიობი, ის ასევე აქტიურად არის ჩართული კინოპროექტში და პროდიუსერის როლშიც. ესეც ასე, ეს სურათებიც მოკლედ და ეს ვიდეოებიც ესე ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში და მეც გადავწყვიტე, რომ დღეს გამეზიარებინა და მესამე ამბავი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, სანამ ოფიციალურად გამოვა გაყიდვაში iPhone 17 Pro, მას უკვე Dua Lipa-ს ხელში ვხედავთ. როგორც ჩანს, მომღერალმა უკვე დატესტა ახალი iPhone-ი და პირველი სელფიც გადაიღო. ზოგადად აპრობირებული მეთოდი ყოფილა ის, რომ მანამ სანამ ჩაეშვება გაყიდვაში ესა თუ ის მოდელი, ხდება საჩვენებელი ფაზის გავლა. ეს სწორედ საჩვენებელი ფაზა იყო. ცნობილი ადამიანები და მსხვილი ინფლუენსერები მობილურის მოდელებს წინასწარ გაყიდვამდე იღებენ ტესტირებისთვის ან რეკლამისთვის. შესაძლოა Dua Lipa მოწყობილობა პრეზენტაციის შემდეგ მიიღო, ან იყო პარტნიორობა. სიახლეებიდან ერთ-ერთი წყარო იმასაც ამბობს, რომ Dua Lipa iPhone 17-ის ერთ-ერთი სახე გახდა. ნუ რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მისასალმებელია, მაგრამ მე ყველაზე მეტად იმ ადამიანების სახე მაინტერესებს, ვისაც iPhone 16 აქვთ, რადგან მათი სიხარული ძალიან ხანმოკლე იყო. ახალი iPhone-ები ოფიციალურად 19 სექტემბრიდან გაიყიდება და ეს ხედავთ ჩვენ განსაკუთრებულ მოდელს და განსაკუთრებით ეს ფერი არის აქტუალური ნარინჯისფერი და სხვათა შორის შემთხვევითი არ არის რომ ჩვენც გადავწყვიტეთ ჩვენი შეფუთვა ძირითადად ამ ფერებში ყოფილიყო. დავასწარით კომპანიას და გამოვიყენეთ ფერები. ესეთი იყო ვებსიახლეები. ძალიან საინტერესო იყო მარია, ნამდვილად არც Dua Lipa-ს არ გამოტოვებდა მაყურებელი და არც რა თქმა უნდა დაკოტა ჯონსონს, რომელიც ყველგან არის, ყველა სოციალურ ქსელში გვხდებოდათ ალბათ და ყოველთვის ის ძალიან დიდ ყურადღებას იპყრობს. არც ჯიჯის გამორჩებოდა, მოკლედ ეს ორი ქალბატონი და ეხლა ყველაზე მაგარი კადრი იქნება, რომ ჯიჯი დავინახოთ iPhone 17 Pro-თი. ჯიჯი დილამშვიდობის მოგესალმებით. დილამშვიდობისა ჯიჯი. აპირებ შეძენას. შენჯერობით 15 მაქვს, იმედია დედა გამარჯობა. შეესდედიკო ჩვენც მოვიკითხავთ ძალიან შორს არის ჩვენგან.
გილოცავთ სეზონის დაწყებას, თქვენ წარმატებას გისურვებთ, თქვენ შემდეგ კოლეგებსაც წარმატებას უსურვებთ და ზოგადად ჩვენს გადაცემას უსურვებთ წარმატებას და მე დარწმუნებული ვარ საუკეთესო სეზონი იქნება წლევანდელი წელი 19 წლის განმავლობაში რაც იყო. ვიმედოვნებთ. ჯიჯი და ძალიან ბევრი დაგიგროვდა ახლა სათქმელი, ვიცი, იყო ბევრი მოგება ამ პერიოდის განმავლობაში, ცოტა წაგებაც მახსოვს, თუმცა რაზე შეაჩერე არჩევანი დღეს რა უნდა. ძირითადად მაინც ახალი ამბები, მაგრამ რაღაცა შიგადაში პატარა ისტორიასაც მოვყვები, ანუ საქართველოს ნაკრებზე კალათბურთში, რომელიც საკმაოდ წარმატებით ჩაატარა ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა, მოკლედ საინტერესო თემებზე მომგვიწევს დღეს საუბარი, დილის ტალღაში სპორტის დროა. აბა გულისყურით გისმენთ. კი ბატონო. დილამშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ვიწყებთ სპორტზე საუბარს და დავიწყოთ ახალი ამბებით. გუშინ დასრულდა საქართველოს კისერვატერული ლიგის მორიგი ტურის მატჩები და რა თქმა უნდა დავიწყოთ ბათუმის დინამოს შესახებ საუბარი. ბათუმის დინამომ გუშინ თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 2-0 დათმო შეხვედრა. ეს შეხვედრა ბოლოთ მატჩი იყო გუშინდელ ტურში, 24 ტურში და ბათუმელებმა მოკლედ როგორც უკვე გითხარით 2-0 დათმე შეხვედრა. პირველ ტაიმში მე-13 წუთზე მანდრიჩენკო გააძევა ვაქარ ბრეგაძემ მატჩის თავმჯდომარემა უხეში თამაშისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმელებმა დაცვაზე იზუნეს. შემდეგ 64 წუთზე კიდევ ერთი წითელი ბარათი მიიღო ბათუმელმა ფეხბურთელმა ახალგაზრდა შემტევმა ლევან ხოზრევანიძემ და ბათუმელებს 9 კაცით მოუწიათ გორის დილას წინააღმდეგ დარჩენილი წუთების თამაში და 94 წუთზე მოკლედ ალექსანდრე ანიკაშვილმა მოახერხა 11 მეტრიანის გატანა ბათუმელთა კარში, ხოლო ბოლო წუთზე კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს კორელებმა და მოკლედ ესე დასრულდა გუშინდელი შეხვედრა 2-0 ბათუმელებმა დათმეს და გორის დილამ გაიმყარა მოკლედ პირველ ადგილზე გადაინაცვლა კრისტალვატერული ლიგის ნახოთ სხვა თამაშების შედეგები როგორ დასრულდა კრისტალვატერული ლიგის მორიგი ტური იბერიამ დათმო პირველ ადგილოსანმა იბერიამ დათმო ფოთის კოლხეთთან ფოთის კოლხეთი ბოლო ადგილზე ამ ცხის როდნო მოგვიანებით გაჩვენებთ ტორპედო მოუგო სამგურალს სანგარშით 6-2 იმერული დერბი საკმაოდ საინტერესო შეხვედრა გამოდგა თელავი გარეჯი ეს კახური დერბი ფრედ 0-0 დასრულდა ხოლო თბილისის დინამომ გაგრასთან დათმო შეხვედრა ანგარიშით 0-1 შეგვიძლია ვთქვათ რომ სენსაციების ტური აღმოჩნდა 24 ტური ძალიან ბევრი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა 24 ტურში ვნახოთ შედეგი ცხრილი როგორ გამოიყურება დილამ გადაინაცვლა როგორც უკვე გითხარით პირველ ადგილზე 53 ქულით 24 თამაშიდან მეორე ადგილზე იბერია 24 თამაშიდან 52 ქულა ხოლო სამეულს დინამო თბილისი ასრულებს 24 თამაშიდან 38 ქულა როგორც ხედავთ პირველი მეორე ადგილი საკმაოდ მოწყდა გათამაშების ცხრილს და მოკლედ შეიძლება ვთქვათ რომ გამოიკვეთა ჩემპიონობის მაძიებელი ორი გუნდი ბათუმის დინამო მეხუთე ადგილზეა 24 თამაშიდან 35 ქულა მოკლედ როგორც ხედავთ საკმაოდ საინტერესო დაძაბული შეხვედრებია ბოლო ადგილოსანმა პირველ ადგილოსანს მოუგო რაც იმას ნიშნავს რომ საქართველოს ჩემპიონატში ძალიან ბევრი საინტერესო შეხვედრები იმართება ამიტომ გირჩევთ რომ თვალი ადევნოთ და დაესწროთ შეხვედრებს ლიგა 2-შიც გაიმართება დღეს შეხვედრები ნახოთ ანონსი დღევანდელი ტურის იქ 23 ტურია დინამო თბილისის დუბლშემადგენლობა მარტვილის მერანს დაუპირისპირდება ლოკომოტივი რუსთავს სპაერის სამტრედიას გონიო საკუთარ მოედანზე რა ქობულეთის სამწვრთნელო ბაზაზე მიიღებს მეშახტეს ხოლო სიონი იბერიას დუბლშემადგენლობას დაუპირისპირდება ეს შეხვედრები 18 საათს დაიწყება ორი შეხვედრა გონიოს შეხვედრა 19 საათს დაიწყება ხოლო ბოლო შეხვედრა 21 საათზე ნახოთ ცხრილი როგორ გამოიყურება მეორე ლიგის აქ სპაერია პირველ ადგილზე და ალბათ ყველაზე ისეთი პრეტენდენტი პირველ ლიგაში დაწინაურების ყველაზე გამორჩეული, შეგვიძლია ასე ვთქვათ. რუსთავია მეორე ადგილზე, ხოლო მეშახტე არის მესამე ადგილზე. გონიო არის მე-9 ადგილზე, მაგრამ როგორც ხედავთ, ძალიან ცოტაა ქულათა სხვაობა გუნდებს შორის, 24 ქულით არის გონიო მე-9 ადგილზე, მაგრამ ორი მოგების შემთხვევაში თავისუფლად შესაძლებელია, რომ მესამე ადგილზე აღზევდეს, ასე რომ აქაც ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო შეხვედრები იმართება. დღეს კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 19 საათზე ქობულეთში გონიო მეშახტე, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ დაესწროთ ამ შეხვედრას. მე როგორც მოგვს ინფორმაცია
უფასო ტრანსპორტი გადის ბათუმიდან და შეგიძლიათ გულშემატკივროთ ჩვენი რეგიონის კიდევ ერთ წარმომადგენელს. გადავინაცვლოთ ახლა საკალათბურთო სამყაროში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი გუშინ, დასრულდა ფურორით, შეგვიძლია ვთქვათ, საუკეთესო მატჩით, რაც კი შეიძლება ვინატროთ კალათბურთის მოყვარულებმა 93-88 გერმანელებმა დაამარცხეს თურქები და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს, რასაც უვლოცავ გერმანიის ნაკრების გულშემატკივარს და აქვე უნდა ვთქვათ აუცილებლად თურქეთის ნაკრების საუკეთესო გამოსვლა ამ შეხვედრაში. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ის სეიმის კადრები გუშინ ჩემპიონობა მოკლედ აი ესე იზეიმა გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, თურქეთის ნაკრებმა ტოლსწორად ეთამაშა გერმანიის ნაკრებს, ძალიან მაგარი თამაში იყო, ვინც უყურა ამ შეხვედრას, მე დარწმუნებული ვარ, უდიდესი სიამოვნება მიიღო და შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპაში კალათბურთის დონე დღითიდღე მატულობს, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურენცია გაიზარდა და შესაბამისად ძალიან ბევრი მაღალი დონის კალათბურთელი მონაწილეობდა ევროპის ჩემპიონატზე, არაერთი აღმოჩენა იყო, არაერთი საუკეთესო მატჩი ვნახეთ, ძალიან კარგი შეხვედრები, ასე რომ კალათბურთის მოყვარულებს ძალიან დიდი ზეიმი ჰქონდა 26 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით. აქვე არ შეიძლება არ ვისაუბროთ საქართველოს ნაკრების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და დაასრულა მეოთხე ფინალში, უდიდესი სენსაცია მოახდინა საქართველოს ნაკრებმა. ჯერ იყო და გახსნით მატჩი ესპანეთის ნაკრები დაამარცხა, შემდეგ იყო და მერვე ფინალში უძლიერესი და ერთ-ერთი ფავორიტი ევროპის ჩემპიონატის საფრანგეთი დაამარცხა და მეოთხე ფინალის აგზური მოიპოვა და მოკლედ ისტორია დაწერა ჩვენმა ნაკრებმა. მე იმიტომ ჩავსვი ეს ინფორმაცია ჩემს რუბრიკაში, რომ მადლობა მე თქვა ბიჭებისთვის, იმ ემოციებისთვის, რაც მათ მოგვანიჭეს ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში. მართლა სიამაყით სავსე ვიყავით ყველა ქართველი გულშემატკივარი, კალათბურთის გულშემატკივარი, სპორტის გულშემატკივარი, იმით რაც ვნახეთ, მოკლედ ჩვენ ეროვნული ნაკრების შესრულებით. კარგი თამაშებიც იყო ჩავარდნილი თამაშები, იყო ემოციური შეხვედრებიც, მაგრამ განსაკუთრებით უნდა ვთქვათ, რომ პირველი შემთხვევა იყო, როდესაც 8 საუკეთესო გუნდში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრები, რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპაში საქართველოს ნაკრები ანგარის გასაწევ ძალად იქცა და შესაბამისად ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლსაც ძალიან დამაჯერებლად გაივლის საქართველოს ნაკრები და კიდევ ერთხელ საქართველოს ნაკრები ითამაშებს მსოფლიო ჩემპიონატზე. ასე რომ მადლობა კიდევ ერთხელ ბიჭებს იმ სიამაყისთვის, რაც აი ამ დღეების განმავლობაში გამოვიარეთ ჩვენ. გადავინაცვლოთ ისევ საფეხბურთო სამყაროში და უნდა ვთქვათ ის ფაქტი, რომ ბილეთების გაყიდვა დაიწყო 11 და 14 ოქტომბრის მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთში 11 ოქტომბერს, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთში იზმიტში გაიმართება თურქეთში შეხვედრები, ხოლო ესპანეთში ელჩე სტადიონი უმასპინძლებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამოაქვეყნა უკვე ინფორმაცია თუ როგორ შეუძლია ქართულ გულშემატკივარს იყიდოს ის ბილეთები, რომელიც თუმარი გუნდისთვის არის გათვალისწინებული, ასე რომ ვისაც გააქვთ სურვილი საშუალება რომ დაესწროთ ამ შეხვედრებს, აუცილებლად შეგიძლიათ შეხვიდეთ ბილეთები ჯიზე, როგორც გვაქვს ინფორმაცია და შეიყიდოთ ბილეთები და დაესწროთ მოკლედ ჩვენი ნაკრების თამაშებს ორ გასვლით შეხვედრას 11 ოქტომბერს და 14 ოქტომბერს შეგახსენებთ ეს შეხვედრები გაიმართება. კიდევ ერთ საინტერესო შეხვედრის შესახებ უნდა გითხრათ, 19 ოქტომბერს თბილისში გაიმართება ლეგენდების შეხვედრა, სადაც თბილისის დინამოს 100 წლის იუბილეასთან დაკავშირებით გაიმართება. ეს შეხვედრა აიაქსის ლეგენდები ჩამოვა თბილისის დინამოს ლეგენდებთან შესახვედრად და ასე აღინიშნება საქართველოს ფეხბურთის ფლაგმანის იუბილე, 100 წლის იუბილე, ასე რომ 19 ოქტომბერს ძალიან ბევრი ცნობილი მსოფლიო ფეხბურთის დონის ფეხბურთელი ჩამოვა დინამო არენაზე და ერთად აღნიშნავენ დინამო თბილისის 100 წლის იუბილეს. 14 სექტემბრიდან დაიწყება მოკლედ ბილეთების გაყიდვა ამ შეხვედრაზე. უბრალოდ დაიწყო უკვე 14 სექტემბერი გუშინ იყო, შესაბამისად შეგიძლიათ უკვე ბილეთები იყიდოთ. და ცოტა ცუდი ინფორმაცია უნდა მოგაწოდოთ გიორგი ჩაკვეტაძეზე, მოკლედ როგორც გაირკვა, გიორგი ჩაკვეტაძე 11 და 14 ოქტომბერს გასამართ შეხვედრებშიც ვერ დაეხმარება საქართველოს ნაკრებს. მისი ტრავმა ჩვენ ვიცით, რომ თითქოს და მალე უნდა მოშიშებულიყო და ის აი ახლა ამ ციკლის შეხვედრებში უნდა დახმარებოდა საქართველოს ნაკრებს, მაგრამ უთფორდის თავმჯდომარმა განაცხადა, რომ არც თუ ისე იოლი ტრავმა ჰქონდა გიორგი ჩაკვეტაძეს და კიდე დიდხანს გაგრძელდება მისი მკურნალობის პროცესი, ასე რომ გიორგი ჩაკვეტაძეს მოვისაკლისებთ 11 და 14 ოქტომბერს გასამართ შეხვედრებში, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ ის მალე გამოჯამრთელდება და დაუბრუნდება ჩვენს ნაკრებს და ბოლო ინფორმაცია
გიორგი მიქაუტაძეს ეხება, გუშინ წინ შედგა მისი დებიუტი ახალ კლუბში ვილიარეალი. გიორგი ჩაკვეტაძე ახალი ცხრიანია გუნდის ყვინთავები, ესე ქვია ამ გუნდს, უბრალოდ წყალქვეშა ნავი, ყვინთავები, მოგეთ სხვა ინტერპრეტაცია აქვს ამ გუნდის სახელს, კიდევ ერთი წყალქვეშა ნავის მეზღვაური დაემატა ვილიარეალს, წარმატება უსურვოთ, მიუხედავად იმისა, რომ დებიუტი არც თუ ისე წარმატებული აღმოჩნდა, ვილიარეალმა დათმო შეხვედრა ატლეტიკო მადრიდთან 2-0, მაგრამ გიორგი მიქაუტაძეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ჰქონდა დებიუტი ამ კლუბის მაისურით 79 წუთი ითამაშა, 6-3 ესეთი შეფასება მიიღო SofaScore-ისგან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებიუტი შედგა ესპანეთის პრიმერა დივიზიონში და გიორგი მიქაუტაძე კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს აი ძალიან მაღალი დონის ევროპულ საკლუბო ჩემპიონატში, რასაც პრიმერა დივიზიონი ქვია. წარმატება უსურვოთ გიორგი მიქაუტაძეს და ყველა იმ ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ. ესეთი იყო სპორტული ამბები, ახლა კი ორ არაჩვეულებრივ და ულამაზეს ქალბატონს უნდა დაუბრუნდე, ძალიან მაგარ ფერებში არიან დღეს. ძალიან მოგელათებთ. მადლობა ჯიჯი, არ შეცვლილა შენი კომპლიმენტების გადმოსვლა, თუმცა შეიცვალა დრო, რაც ჩვენმა მაყურებელმა შეამჩნია, ასე რომ 9 საათამდე იხილავთ ჯიჯის. ახლა კი მოიკლო და სპორტის დრო მიქაიცა. ძილის დრო. და რა თქმა უნდა, ძილის შემდგომ უნდა ვისაუბროთ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია დილის საუზმე და საინტერესოა დღეისთვის რა მოგვიმზადა ქეთა თხილაიშვილმა. უცვლელი ქეთა ჩემპიონატში. გამარჯობა, მე ვარ ქეთა თხილაიშვილი და დღეს მე გიმზადებთ ყველასათვის ნაცნობ საუზმეს. ყიყლიყოს მაგორს, ოღონდ იქნება ოდნავ ჩემი ვარიაციით, პური, დაჭრილი, ჩვეულებრივი თეთრი პური, დაგჭირდება კვერცხი 3 ცალი, რძე და დახეხილი ყველი. ასევე დაგჭირდება მარილი, შავი პილპილი, ზეთი და საცხობი ფორმა, რა თქმა უნდა, პერგამენტის ქაღალდი მაქვს, შიგნით ჩაფენილი და პური არ მიიკროს ფორმა. პირველ რიგში გადავიდანოთ რძე ჯამში, დაახლოებით 200 მგ. ახლა დავამატოთ 3 ცალი კვერცხი. ამას კარგად ავუვრიოთ და ამასობაში თან დავამეტოთ მარილი და შავი პილპილი. კარგად გულდას მითავთქიფოთ. ნაისე. ახლა შეგვიძლია ავიღოთ პური. ამოვაგლოთ კარგად კვერცხში და რძეში. და გადავიტანოთ ფორმაში. აი ესე. კარგად ამოვაგლოთ. ამ საუზმეს დამოწმებით დავამზადეთ ძალიან ბევრ ზეთში, ამიტომ ესეთი ვარიანტი უფრო ჯანსაღია, იმიტომ რომ ზეთს საერთოდ არ ვიყენებთ. და ვაცხობთ ღუმელში ზეთის გარეშე. ბოლო პურიც მოვათავსოთ. აი ესე, ზუსტად ჩაედია ყველა. ახლა კი ზევიდან მოვაყაროთ დახეხილი ყველი. ზუსტად ეს არის განსხვავებული რეცეპტი, რომ აი ყველს ვაყრით ზევიდან, რაც უფრო წვნიანს და გემრიელს გახდეს ჩვენს ყიყლიყოებს. ახლა ეს უნდა მოვათავსოთ ღუმელში 180 გრადუსზე დაახლოებით 20-25 წუთის განმავლობაში. ჩვენი ყიყლიყოები მზად არის, აქვს ძალიან გემრიელი სურნელი და ეხლა გადმოვიღოთ, მოდით ეფშზე. გავსინჯოთ. ნახეთ როგორი დაბრაწულია და ხრაშუნა. ყველი აქვს ემოდან აი კარგად გადამდნარი და შემდეგ ეს ყველი არის კარგად შებრაწული, ამიტომ ძალიან გემრიელი უნდა იყოს ეს წესით.
გავსინჯეთ ხა ერთად. ნამდვილად მთელი გულით გირჩევთ, რომ ყოველდღიურად ესეთი ყიყლიყოები მომზადოთ, იმიტომ რომ თან არის ძალიან მარტივი და არის უგემრიელესია, ყოველთან ერთად ყიყლიყო. ძალიან გემრიელი ყოფილა, ამიტომ აი 100%-ით გირჩევთ ნამდვილად. ამიტომ აუცილებლად მომზადეთ სახლში, სხვებსაც გაუზიარეთ ეს რეცეპტი, მე კი მომვლენო რუბრიკამდე დაგემშვიდობებით, კეთილი სურვილებით, ნახვამდის. მგონი ყველაზე თემატური იყო დღევანდელი დღისთვის ეს საუზმე. სხვა შორის ზუსტად ჩემი რეცეპტია, მეც ვამატებ ოდნავ-რძეს, რაც მეც სირბილეს მატებს და უფრო გემრიელიც კი ხდება. კადრს მიღმა მომიყევი სალომე, იმიტომ რომ 9 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ეთერში საინფორმაციო გამოშვების დრო დგება და სულხან წულუკიძე შემოგვიერთდა. სულხან, დილამშვიდობის, მოგესალმებით. მოგესალმებით მონატრებულ კოლეგებო. მოგესალმებით, რა თქმა უნდა, ჩვენს მონატრებულ მონატრებულს. გილოცავთ ახალი სამუშაო წლის დაწყებას და წარმატებით და სასიამოვნო სიახლეებით სავსე წელს გისურვებთ. მადლობა შენც. ყოველთვის შევეცდები, რომ ტრადიციულად სასიამოვნო და კარგი ახალი ამბები მოგიტანოთ ახალი ამბების დრო. ქონდა ყოყმანი მცირე წამოსულიყავი სკოლაში თუ წამოსულიყავი სამსახურში, გინდა რომ იყოს პირველი დღე სკოლაში. წლების წინ უკვე წლებია სამწუხაროდ ეს ყოყმანი აღარ მაქვს სალომე. გავიზარდეთ. მე მინდა სკოლაში, მინდა ახლა სკოლაში მივდიოდე. ახალი ამბების დროა ჩვენს ეთერში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასთან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარალის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება, წერია განცხადებაში. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მკლავჭიდელის ხატია ვიბლიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტის ამსახველ ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა, აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების დროს მკლავჭიდელის მცირეწლოვანი შვილიც ადგილზე იმყოფება და ჩხუბს უყურებს. არსებული ინფორმაციით მკლავჭიდელი ქალს სურტყამს 14 წლის მოზარდს იმის გამო, რომ ბავშვი ერთ-ერთ მარკეტში მოლარეს გამოისარჩლა. ავარია გვიან ღამით ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩაზე ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის უსაფრთხოების ან მოძრაობის წესის დარღვევას გულისხმობს. ბათუმის სასწრაფო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტეს, რომ შეტყობინება არ შესულა. სავარაუდოდ ავარიის მონაწილე თვითინებით გადაიყვანეს კლინიკაში. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს საჭარაში 72244 მოსწავლეა, მათ შორის 6152 პირველ კლასელი. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით წელს 6-ვე მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია. თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 10,000-ობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. დასავლური მედიის ინფორმაციით პირდაპირ ეთერის ჩანაწერებიდან ჩანს, როგორც სკანდირებს ხალხი პრეზიდენტ რეჯეპ თაიფ ერდოღანის გადადგომის მოთხოვნას და აფრიალებენ თურქეთის დროშებსა და პარტიულ ბანერებს. კვირას გამართულ მიტინგზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა ლიდერმა ოზგურ ოზელმა განაცხადა, რომ მთავრობა ცდილობს ხელისუფლებაში მოკალათებას დემოკრატიული ნორმების ძირის გამოთხრით და ოპოზიციის მიერ ბოლო 1 წლის განმავლობაში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ განსხვავებული აზრი ჩახშობით. მედია წერს, რომ ორშაბათს სასამართლომ სავარაუდოდ პროცედურული დარღვევების გამო რესპუბლიკური სახალხო პარტიის 2023 წლის ყრილობის შედეგების ბათილად ცნობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, რამაც მედიის ცნობით გავლენა შესაძლოა მოახდინოს 2028 წელს დანიშნულ საყოველთაო არჩევნების საკითხზე.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპელებს რუსეთის მიმართ არასაკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ და რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაამკაცრებს თუ არა ევროპა საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას. კითხვაზე დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ალიანსი და ევროპა თავის საქმეს არ ასრულებს. ბათუმის დრამატულ თეატრში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტში ბათუმის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრთან ერთად სოლო შემსრულებლები სოფო ხალვაში, ბაჩო ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, აჩიკო ბერიძე და თამთა ხუხუნაიშვილი მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა. შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები და სიმღერები. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტ მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში გაიმართა. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული თვალსაზრისით კარგი კონცერტით, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებით და წელს კიდევ უფრო ბევრი კონცერტით ჩატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კულტურული განვითარებისთვის. შევასრულე ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები. ძალიან კარგი კონცერტი იყო, საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ჩემი საკუთარი გამოსვლით, ასევე ვინც მონაწილეობდა ყველასა და მე ვფიქრობ, ერთობლივად ძალიან კარგი და საოცარი ვიტყოდი კონცერტი გამოვიდა. ქალბატონი ელიცო ბოლქვაძის ინიციატივით სამინისტრო ახორციელებს პროექტს მუსიკალური ბათუმი და დღეს ამ პროექტის ფარგლებში უმასპინძლეთ ქართული კლასიკურ მუსიკას და მსმენა ესვენელმა ჩვენს შედევრებს და ვფიქრობ ძალიან წარმატებულად ხორციელდება ჩვენი პროექტი, რაც თავარია მაყურებელი არის ძალიან კმაყოფილი. ეს იყო ჩემს ხელთარსებული ბოლო ინფორმაცია, მთავარს უკვე 10 საათიდან ქეთი ბოლქვაძე გაუძღვება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. დიდი მადლობა სულხან, ხვალამდე გემშვიდობებით. სულხანის მოსმენას რადიოში შეძლებთ ასევე ის გააგრძელებს იქ ახალი ამბების თქვენთვის მოწოდებას. ჩვენს ეთერში კი ანონსის დროა. შეგახსენებთ, რომ დღეს არის 15 სექტემბერი და სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმეიძე მუშაობთ. ჩვენი არხის მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე კვლავინდებურად ჩვენთანაა ამინდის უტყუარი პროგნოზით. ჩემი აზრით მასწავლებლები იქნებიან ხერულები. პირველი კლასი, პირველი ზარი და პირველი გამოცდილება. ჩვენი რეპორტაჟიდან გაგაცნობთ პირველ კლასელებს, მათ სამზადისსა და მოლოდინებს. დღეს სასწავლო წლის პირველი დღეა. საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა. ამ მნიშვნელოვანი დღის განწყობის გადმოსაცემად ჩვენი ჟურნალისტი ნომერ მე-16 საჯარო სკოლიდან შემოგვიერთდება. ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტთან ერთად კი ვისაუბრებთ სასკოლო დისციპლინასა და სასწავლო პროცესის დროს სწორი ქცევების ჩამოყალიბებაზე. აი მითხრეს ასე რომ დავდოთ ის წეგრამდე და რა ფასიც გინდა იმნარი უბრალოდ ვნახოთ. დღევანდელ ორშაბათსაც იხილავთ რუბრიკას შენი იდეა, ადამიანები და პროექტები, რომლებიც თქვენთვის მოტივაციის მომცემი გახდება ახალი საქმიანობის დასაწყებად. დღევანდელ ეპიზოდში გაგაცნობთ ხეზე კვეთის ოსტატს ანზორ ხიმშიაშვილს, რომელმაც მამის საქმე გააგრძელა და წლებია საყოფაცხოვრებო ნივთებს ქმნის მთელი ოჯახისთვის. არ გამოგრჩეთ დილის რადიო ტალღებითა და საინტერესო სტუმრებით. გადაცემის მესამე ნაწილში დილის ტალღა ახალ სეზონს ახალ ასტროლოგთან ერთად იწყებს. სტუდიაში ხატია ძნელაძესთან ერთად დაგიბრუნდებით, გაგაცნობთ ხატიას და ორშაბათის ტრადიციისამებრ მთელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზსაც. თუმცა სანამ ეს ყველაფერი მოხდება ჩვენს ეთერში, ბუნებრივია დილიდან გვაკლია რაღაც. ყველანაირი ფერი ტრიალებს ჩვენს სტუდიაში ულამაზესად არის შეფუთული ჩვენი გადაცემა, თუმცა ერთი სხივი მაინც აკლია. ეს არის გარეჩართვა და სინათლე გარედან ამ შემთხვევაში კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება მოგვიანებით ანა ჟოჟაძე ასევე სკოლიდან და კობას მივესალმებით. დილამშვიდობისა კობა, გილოცავ ახალი სეზონის დაწყებას.
გამოჩნდი დაგვენახე რა თქმა უნდა. აი, გამოანათა. ყობა დილამშვიდობისა მოგესალმებით. ჩანვარ. ცენტრალური პარკიდან დილამშვიდობისა მომენატრა თქვენი ხმის გაგონება. ასევე მეც მოგესალმებით. მშვენიერი დღით დავიწყეთ ამინდის მხრივ ჩვენი ახალი სეზონი. გისურვებთ ყველას რა თქმა უნდა წარმატებას. გჩუქნით ზიანამინს და მინდა გითხრათ რომ დღეს არ გვაქვს არანაირად ისეთი მეტეო სიტუაცია რომელიც ჩვენ მოგცემს მოწყენის საშუალებას. ყველა შეგვიძლია გავიღიმოთ ვინაიდან მზეთ ზაფხულის სხივებივით მწველია ულტრაისფერი სხივების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს დღეს სახეზე და მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე მინდა გითხრათ რომ მზიანი უღრუბლო და ცხელი ამინდია მოსალოდნელი. პირველ რიგში მინდა გითხრათ ის რომ მიმდინარე წლის 2025 წლის ზაფხულის სეზონი უკვე რომელიც მოვიტოვეთ უკან საქართველოში იყო ნორმის ფარგლებში არაფერი განსაკუთრებული მეტეომოვლენის საშიშროების წინაშე არ ყოფილვართ და არც დაფიქსირებულა. მხოლოდ ხანმოკლე პერიოდით იყო აღმოსავლეთ საქართველოში გვალვიანი პერიოდი, ხოლო დასავლეთში საკმაოდ წვიმიანი ზაფხული ჰქონდა და მოკლედ მაღალი ტემპერატურებით წლევანდელი ზაფხული განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში არ იყო გამორჩეული და მოვიდა სეზონი, რომელიც ტემპერატურის მხრივ და ზოგადად სიმშვენიერის მხრივაც არის მშვენიერი და ჯერ კიდევ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს დღის მაქსიმალური ტემპერატურის, რომელსაც ნახავთ ახლავე. ჩემთან ერთად თქვენს შეგიძლიათ ადევნოთ თვალი ეკრანზე, რომ დღეს ბათუმში იქნება 26-27 გრადუსი სითბო და მზიანი ამინდი 25 გრადუსია მოსალოდნელი ქობულეთში, ქედაში 25 გრადუსი, შუახევში ასევე 25 და ხულოში 23 გრადუსია მოსალოდნელი დღეს და გოდერძის უღელტეხილზე 20 გრადუსი იქნება ასევე უნალექო ამინდი. ოზურგეთს რაც შეეხება 26 გრადუსი, ურეხში 25, ლანჩხუთში 26, ჩოხატაურშიც 26 გრადუსი და ბახმაროში 20 გრადუსია მოსალოდნელი. იმდენად მწველი მზის სხივებია ეს ნიავი, რომელიც დილიდან ქრის ჩვენს ქალაქში მშვენივრად აბალანსებს ტემპერატურულ ფონს. ეს ყველაფერი ძალიან უხდება ამ სეზონს და მოკლედ გავაგრძელოთ ახლა უკვე ტემპერატურების გაცნობა ჩვენს ქვეყანაში. დღეს ფოთში 25 გრადუსი იქნება, ანეკლიაში 27, სოხუმში 26, ზუგდიდში 28 და კოპიტნებსა და ქუთაისში ასევე 28 გრადუსია დღის მაქსიმალური ტემპერატურა მოსალოდნელი. რაც შეეხება საირმეს 25 გრადუსი, მესტიაში ასევე 25 გრადუსი, ბორჯომში 25 და ბაკურიანში დღეს მოსალოდნელია 21 გრადუსი სითბო. დღეს ახალციხეში 27 გრადუსი იქნება, აბესთუმანში 25, გორში 24, ცხინვალში 22, დედაქალაქში 22 და 20 გრადუსია თელავში მოსალოდნელი. შედარებით დაიკლო აღმოსავლეთ საქართველოს ტემპერატურამ, თუმცა იქაც 25 გრადუსი იქნება უკვე უახლოეს დღეებში. ალბათ ყველას გაინტერესებთ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი, ხვალდაზე იქ საქართველოში დღის საათებში ისევ და ისევ უმეტესად უნალექო დღეა მოსალოდნელი და შემდეგ უკვე მინდა გითხრათ რომ 18 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 21 სექტემბრის საღამომდე საქართველოში ამინდის პირობები მნიშვნელოვნად შეიცვლება, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი და რა თქმა უნდა ტემპერატურაც დაიკლებს და ასევე იმასაც გეტყვით რომ სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, რასაც ნამდვილი ხავერდოვანი სეზონი ეწოდება, დაიწყება ეს პერიოდი, ვინაიდან ზოგადად ეს ყველაფერი ხასიათდება იმით, რომ კარგად აცივების შემდეგ დათბობას ეწოდება უკვე ხავერდოვანი სეზონი და არა მაგალითად პირდაპირ სექტემბრის მოსვლასთან ერთად ამ პერიოდის დადგომას, ასე რომ წინ მშვენიერი დღეები გვაქვს, მაგრამ აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ 18-ში საღამოდან 21-ის ჩათვლით საქართველოში იქნება რთული მეტეო პირობები. დღეს აუცილებლად გამოიყენეთ ჩანსი, მიუხედავად იმისა, რომ ორშაბათია, ვისაც გაქვთ დრო, ძეს მიეფიცხოთ, საკმაოდ მაღალია ულტრაისფერი სხივები, როგორ მომნატრებია ესე დილის ჩართვა, მე არ მიჭირს ხოლმე დილით ადრე გაგვიძება და იმდენი რამ დამიგროვდა სათქმელი, რომ ვისაუბრო, დღეს შეიძლება ვერ დავასრულოთ, ამიტომ ჯობს დაგემშვიდობოთ, მე ვიმედოვნებ, რომ კარგი ზაფხული გქონდათ, ბედნიერი დღეები, ბევრი მოგონება შეიქმენით და გისურვებთ ასევე ბედნიერ შემოდგომის სეზონს, რომელიც
ჯერჯერობით ნამდვილად არ ემჩნევა ჩვენ გარემოს მაღალი ტემპერატურის გამო, ჯერჯერობით ციფერადი არ შეპარვია ჩვენს ბუნებას, მაგრამ ეს პერიოდიც მალე დადგება, რა თქმა უნდა და გისურვებთ ასევე შემოდგომაზეც ბევრი მოსაგონარი დღე. თუმცა საღამოს ესე მაინც გრილდება ხოლმე და ეს მოსასხამი მაინც საჭიროა და ამიტომ გამოვარჩევ მე შემოდგომის არის. არ ვიცი გამომეპარა. ყველაზე კომფორტული ტემპერატურები ამ სეზონს. გამომეპარა თუ არა, თქვი თუ არა ზღვის წყლის ტემპერატურა. ჩვენ მე მგონი ერთმანეთის აზრებს ვკითხულობთ ძვირფასებით და თან ეგ უნდა მეთქვა და მეკითხე უკვე ვარ თუ არა ეთერში მაგას ვიძიებდი ჩემს რამდენია ბოლოს? კი ბატონო, ზღვის წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია, ვერ ვიტყვით რომ ცივია ზღვა ნამდვილად, 25 გრადუსი არის ასევე კომფორტული ტემპერატურა, დღეს ჰაერის და ზღვის ტემპერატურა სანაპირო კურორტებზე ემთხვევა, ასე რომ აუცილებლად გამოიყენეთ ამ დღეების შანსი, თუმცა თვის ბოლოს მზეზე გარუჯვის შანსი ისევ გექნებათ და აცივების შემდეგ, რაც 18-დან ამოსაუბრნელი, ისევ დაგვითფერა. კობა, მადლობა ჩართვისთვის, მადლობა ამდის პროგნოზისთვის და მადლობა გულწრფელი ემოციებისთვის. გემშვიდობებით ხვალამდე. ნახვამდის კობას და ჩვენს ეთერში მცირე სარეკლამო ჭრის დროა. გაუბრუნდით ეთერში და შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას, ჩვენ მე-19 სეზონი დღეს დავიწყეთ. დილის 9:00-დან 11:00-მდე თქვენთან ერთად ვიქნებით, ახლა კი ჩვენს ეთერში სიუჟეტის დროა, პატარა ჩანთებით, მაგრამ დიდი იმედებით. დღეს ათასობით პირველკლასელი სკოლის კარს პირველად შეაღებს. აღელვებული მშობლები, აღფრთოვანებული ბავშვები და ახალი დასაწყისი, რომელიც ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპს უყრის საფუძველს. ნახოთ რა მოლოდინები აქვთ პირველკლასელებს და როგორია მათი სამზადისი. ანა გოგიტიძის სიუჟეტი. მე ვარ ცოტნე ტარიელაძე და შევდივარ პირველ კლასში. მე ვარ ილეზოსიძე და შევდივარ პირველ კლასში. მე მიყვარს ძალიან ჰარი პოტერი. მე ყველაზე მეტად მიყვარს გელოვანა და გელოვანა გაშიშოვანა და დამამლობანა. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ რაღაცა ჯოხები აქვს და რაღაცები შეუძლიათ. ექსპერტო პატრულო. კიდევ ერთობი ჩემი მანქანათ რომ წავალ, სულ მოვაწყობ აი აქ პიკნიკს. უნდა ვისწავლო სკოლაში წერა, კითხვა და ხატვა. სკოლაში ასოგერებს ვისწავლი, რომ ზოგიერთ უღონს. ჩემი აზრით მასწავლებლები იქნებიან ხიარულები. მომეწონოს ძალიან, ძალიან კეთილი და ძალიან კაი მასწავლებელი იქნება. რომ გავიშტები კვილის ექიმი უნდა გამოვიდე. იმიტომ უნდა გამოვიდი, რომ ძალიან მაინტერესებს კვილში რა ხდება და ჩემ კვილებშიც რა ხდება. მე გავიწევი გამყიდველი უნდა გამოვიდე და მე გავყიდი საჭმელებს. იმიტომ რომ მიყვარს ძალიან საჭმელები. იმათ ვეტყოდი რომ არაფერია საშიში და ნუ გეშინია დედა არ გახტავთ მარტო. დედაც დაასრულებს მუშაობას, დედა სამსახურშია და მამაც სამსახურშია და მუშაობს. ყველა ვინც სკოლაში მოვა, ყველა მოიქცევა ჭკვიანად. ჩემი დედა არის თეთრი ზემოდანახატიანი ნიანგი მე არის კოსტუმი არის და რაღაცა ახალია. ფორმა არ ვიცი, მაგრამ ვიცი როგორ ესე რაღაც სოლები აქვს ჩემ რა ქვია იმას ქვედაბოლოს და აქ რაღაცა ახალია.
კლასში შევდივარ, პირდაპირ მასწავლებელს რომ ჩამოვყევი, ყველაფერს დავათვალიერებ. მასწავლებელს ვეტყვი, რომ ეს რა არის, ძალიან მაინტერესებს. როგორია ტერიტორია. პეტრუ დილამშვიდობის ისე მოგესალმებით დამბრუდით პირდაპირ ეთერში გავხალისდით ამ სიუჟეტზე ნამდვილად და ყველას გაგვახსენდა ჩვენი პირველი დღე სკოლაში და პირველი ნაბიჯები ნამდვილად ამაღელვებელია და რაღაც დიდის მოლოდინი გვაქვს უკვე დიდები ვართ დამოუკიდებლები და დამოუკიდებლად მივდივართ და პირველ ნაბიჯებს გამთცოდნის თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია აუცილებლად აქვე ბავშვებს თავიდანვე აუხსნათ თუ რას ნიშნავს სკოლა, რას გულისხმობს ეს ყველაფერი. ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად, თუმცა მანამდე რა თქმა უნდა შევიხედოთ სკოლაში და ჩვენსკენაც გადმოვიდეს ის ციებ-ცხელება, ის აჟიოტაჟი, რაც ახლა სკოლებში ხდება. ანა ჟოჟოძე უნდა შემოგვიერთდეს ჩართვით. ანა, დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მე 16 საჯარო სკოლაში იმყოფება და უკვე კურსში შემომდის ეს ხმაური, რომელიც მახსენებს სკოლის პერიოდს. დილამშვიდობისა, ანა. აურა კაია. დილამშვიდობისა, სალომე მარია, მივესალმებით იღის ტალღის მაყურებელს. მიხარია რომ ხან მოკლე პაუზის შემდეგ კვლავ მაქვს შესაძლებლობა რომ თქვენთან ერთად დავიწყო დილა და ვიზრუნოთ ჩვენი მაყურებლის დილის განწყობაზე. სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ახლა მე-16 საჯარო სკოლაში ვიმყოფებით, სადაც ზარი უკვე დაირეკა, გაცილებით ხალხმრავლობა და აჟიოტაჟი იყო აქ. ჩვენთან ერთად დილიდან იმყოფება სკოლის დირექტორი, რა თქმა უნდა, თუმცა სანამ უფრო ახლოს ვისაუბრებთ და უფრო შევიგრძნობდეთ იმ ფაქტს, რომ სკოლის პირველი დღეა, აუცილებლად მინდა გადმოვიდეთ თქვენთან კითხვით. სალომე, როგორც ვიცი, დღეს სოფიას პირველი დღეცაა სკოლაში და მაინტერესებს როგორც მშობელი რა ემოციების ქვეშ ხარ, იმიტომ რომ ხშირად ისე ხდება, რომ მშობელი უფრო ღელავს ვიდრე ბავშვი. სწორად აღნიშნე ანა, ნამდვილად ღელავდი, არა პირველი ეთერისთვის, ალბათ სკოლის გააკეთა უკვე, სად რეკავს არ ვიცი. კი, ნამდვილად, თუმცა არ მეძინა მთელი ღამე, ყველანაირი ფიქრია, რა შეხვდება, ვინ შეხვდება, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს. რა თქმა უნდა, ფსიქოლოგიური სამზადისი არის და ვცდილობ, რომ შვილის მომზადებაში დიდი მონაწილეობა მივიღო, მშობლის როლი მართლაც მნიშვნელოვანია, თუმცა რა ვიცი, მაინც თავად შეაღებს ამ კარს და ამ ღელვას ალბათ ჩემზე მეტად არ იღელვებს ალბათ სოფია, მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა. შენი პირველი დღე თუ გახსოვს, აქ კითხულობდით, ვის ახსოვს? ჩემი პირველი დღე კი მახსოვს, ბებიამ მიმიყვანა სკოლაში და რატომღაც მეგონა რომ 5 წუთში სახლში დამაბრუნებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. იმ საკლასო ოთახში მე 12 წელი გავატარე. აქ ხარ. მოკლედ, მიუხედავად ამისა, რომ შეშინებული ვიყავი მეც და დიდი ემოციების ქვეშ, ძალიან მარტივად მოხდა ჩემი ადაპტაცია ჩემს კლასელებთან, გამიმართლა არაჩვეულებრივი კლასელების შემქმნեն და მე ყველა პირველ კლასელს სწორედ ამას ვუსურვებ, რომ მარტივად მიეჩვიონ გარემოს და სკოლა მათთვის იყოს ის ადგილი, სადაც გაუხარდებათ სიარული და იქნებიან ძალიან ბედნიერები, იმიტომ რომ სკოლა ხდება ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულად ემოციური დღეა ეს პირველ კლასელებისთვის, არანაკლებ ემოციური დღეა უფროს კლასელებისთვისაც, რადგან ხდება ძველ მეგობრებთან დაბრუნება, საყვარელ მასწავლებლებთან დაბრუნება და მოკლედ ძალიან ემოციური და სენტიმენტალური დღეა ყველასთვის. მოდი ახლა გადავინაცვლოთ სკოლის დირექტორთან, ქალბატონ ცირა ქობულაძესთან, რომელთანაც უფრო ცლად ვისაუბრებთ მოკლედ დღევანდელი დღის შესახებ და მნიშვნელობაზე. როგორი იყო ქალბატონო ცირა სამზადისი, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ემოციური და ამაღელვებელი როგორც უმრავლესობა სკოლებში. ნამდვილად, უპირველესად მინდა საქართველოს ყველა ბავშვს და ოჯახს მიულოცოთ დღევანდელი დღე, ახალი სასწავლო წლის დაწყება, განსაკუთრებულად მინდა მიულოცო ყველაზე პატარებს, პირველ კლასელებს. რა თქმა უნდა, ძალიან ამაღელვებელია დღევანდელი დღე ყველა სკოლისთვის, დღეს ყველა სკოლაში არის ზეიმი და პოზიტიური განწყობა და კარგი მოლოდინები გვაქვს, რა თქმა უნდა. ქალბატონო ცირა, წლიდან წლამდე საკმაოდ რთული ხდება განსაკუთრებით პატარების ჩართვა სასწავლო პროცესში. ხშირად არის, რომ სკოლები მიმართავენ არაფორმალურ განათლებას ან სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს, კრეატიულ სწავლის პრინციპებს, ასე ვთქვათ. ამ შემთხვევაში თქვენ სკოლაში თუ არის დაგეგმილი რაიმე ახალი პროექტები ან ახალი სასწავლო მეთოდები, რითიც უფრო მრავალფეროვანი შეიძლება გახდეს ეს სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის, როგორც პირველ კლასელებისთვის, ისე რა თქმა უნდა, უფროს
უფროს კლასელებისთვისაც. კი ბატონო, სიხარულით შემიძლია გაცნობოთ, რომ წელს დაწყებით საფეხურზე დავნერგეთ ოქსფორდის საერთაშორისო პროგრამა, რაც გულისხმობს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ, თანამედროვე, მრავალფეროვან განვითარებაზე ორიენტირებულ სწავლებას. ეს აქცენტი კეთდება არა მხოლოდ ცოდნაზე, არამედ იმუნარების განვითარებაზე, რაც არის გუნდური მუშაობა, კრიტიკული აზროვნება, დამოუკიდებლად მუშაობა, პრობლემების გადაჭრა. ეს არის მთავარი მახასიათებელი ამ პროგრამის არის ის, რომ საგნობრივი ინტეგრაცია ხდება და მხოლოდ ცოდნა, საგნები დაკავშირებულია ერთმანეთთან და ცალკე ცოდნა არ არის, ცალკე დისციპლინები დაკავშირებულია სხვადასხვა დისციპლინები ერთმანეთთან. და რა არის მაინც თქვენი სკოლის მთავარი გზავნილი, როგორც პირველ კლასელებისთვის, ისე უფროს კლასელებისთვისაც და როგორ ცდილობთ, რომ მათი, ესე ვთქვათ, ყოფა და რუტინა იყოს გაცილებით უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო? მე შემიძლია ვთქვა, რომ საზოგადოებამ ძალიან დიდი ნდობა გამოგვიცხადა. ეს დღევანდელი დღეს ჩვენ ველოდებით 10 ჯგუფს, 10 პირველ კლასს და ეს არის რა თქმა უნდა ამავდროულად ძალიან დიდი პასუხისმგებლობაც. მე რა შემიძლია ვუთხრა პირველ კლასელებს, პირველ კლასელები ცოდნის სამყაროში ამ ნათელ გზაზე პირველად გამენ ნაბიჯებს და მინდა ვუთხრა რომ არ შეგეშინდეთ, ჩვენ ვართ თქვენს გვერდით, არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვებით. ჩვენი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება, რა თქმა უნდა, პატარებს. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებთ მე-16 საჯარო სკოლის ყველა მოსწავლეს, მასწავლებლებს და ასევე მშობლებს. მინდა ახლა გადავინაცვლო მოსწავლეებთანაც, რომლებიც ჯერ კიდევ აქ არიან. დილა მშვიდობისა. გაგვეცანით, მოდი, სახელი და მითხარი რომელ კლასში ხარ? მე ვარ ელენე ატაძე და ვარ მე-8 კლასში. შეგიძლია გაიხსენო თუ არა შენი პირველი დღე სკოლაში, რამდენად ემოციური იყო, რომელი მასწავლებელი დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად, გახსოვს თუ არა შენი პირველი მეგობარი, რომელსაც გაუგე პირველი? კი, პირველი დღე საკმაოდ კარგი იყო, ჩემთვის ემოციური იყო, გავიცანი ბავშვები, შევეგუეთ ერთმანეთს ძალიან. ჩემი დამრიგებელი ხათუნა მასწავლებელი გავიცანი მაგ დღეს და ძალიან შეგვიყვარდა ერთმანეთი. ანუ რთული არ იყო ადაპტაცია და მარტივად შეეგუე გარემოს? არა, საკმაოდ მარტივად შევეგუეთ ერთმანეთს. ახლა უკვე მე-8 კლასში გადახვედი და შეგიძლია გამოარჩიო თუ არა კონკრეტული საგნები, რაც გიყვარს ყველაზე მეტად და გაინტერესებს? კი, ისტორია მიყვარს ძალიან, გამორჩეულად, მასწავლებელიც ძალიან კარგი ქალბატონი. და ასევე ბევრი საგანი მიყვარს, თითქმის ყველა, მაგრამ გამოვარჩევდი ისტორიას. მე წარმატებებს გისურვებთ. ეხლა მინდა გადავინაცვლო სამოქალაქო განათლების პედაგოგთან, ქალბატონ თამას დავითაძესთან, დილა მშვიდობისა. მადლობა რომ დაგვითმეთ, რომ თქვენ სამოქალაქო განათლებას ასწავლით, როგორც ვიცი, მე-8 კლასიდან ხდება უკვე მე-7 კლასის ჩათვლით გახლავთ სამოქალაქო განათლება. ბატონო, აი პირველივე დღეს, როდესაც მოსწავლე შემოდის კლასში, აი როგორ ცდილობთ, რომ პასუხისმგებლობის შეგრძნებას თააგონოთ, გუნდური უნარები განუვითაროთ და ასე შემდეგ, როგორ ხდება მათი დაინტერესება? აღნიშნავ, რომ მასწავლებლის პროფესია პირველ რიგში პროფესია არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა შესაბამისად. თითოეულმა მასწავლებელმა ეს პასუხისმგებლობა ღირსეულად უნდა ატაროს. ჩემი საგნის სპეციფიკის მთავარი არსი გულისხმობს იმას, რომ გაიზარდნონ რეალიზებადი, პასუხისმგებლიანი, შემოქმედებითი კრიტიკული აზროვნების მქონე მოსწავლეებს. სამოქალაქო განათლება მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით სწორედ ამ მიზანს ემსახურება, კრიტიკული აზროვნება, მოქალაქეობრივი ვალდებულებებისა და უფლებების გათვალისწინება და ბუნებრივია ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული მთელი სკოლა. ვზრდით მოქალაქეებს, რომლის მთავარი მიზანი ძლიერ საქართველოში ცხოვრება უნდა იყოს რეალიზებად მოქალაქეებთან ერთად. კი, თქვენი საგანი საკმაოდ არასტანდარტულია, ვიტყოდი, კრეატიულია და იძლევა, ასე ვთქვათ, განსხვავებული სწავლების მეთოდის საშუალებას. ამ მხრივ რა განსხვავებული მეთოდებით ცდილობთ ხოლმე საგაკვეთილო პროცესი იყოს გაცილებით ინტერაქციული და კრეატიული? დავამატებდი, რომ უფრო შემოქმედებითი გახლავთ სამოქალაქო განათლების სწავლება. მთავარი არსი არის თეორიული სწავლებასთან ერთად პრაქტიკული არაფორმალური შემოქმედებითი აქტივობები. ამ კუთხით მე-16 საჯარო სკოლა აქტიურად არის ჩართული, სხვადასხვა შემოქმედებით არაფორმალურ აქტივობებს ვატარებთ, თუნდაც სამოქალაქო განათლების სპეციფიკის კუთხით გეტყვით, რომ
კლასების მიხედვით, სტანდარტის მიხედვით თვითმმართველობა, იმიტირებული სასამართლო. სწორედ ამ კუთხით არის ჩართული ჩემი საგანიც, თითოეული მოსწავლეც და თეორიულ სწავლასთან ერთად ბუნებრივია იღებენ პრაქტიკულ მემარჩევებს, რომელიც დაეხმარებათ როგორც საკითხის, ასევე სხვადასხვა ნიშნულოვანი მოვლენების გასააზრებით. ძალიან დიდი მადლობა, მე წარმატებებს გისურვებ. დარწმუნებული ვარ, რომ საინტერესო სასწავლო წელი იქნება თქვენი მოსწავლეებისთვის. თითოეულ მოსწავლეს და მასწავლებლებს. მოკლედ, კიდევ ერთხელ ყველას ვილოცავ სასწავლო წლის პირველ დღეს, როგორც მოსწავლეებს, ისე მასწავლებლებსა და პედაგოგებს. ჩვენ ვიმყოფებოდით მე-16 საჯარო სკოლაში. გარდა იმისა, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა მოსწავლეებისთვის, ჩვენთვის, დილის ტალღელებისთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან რიგით მე-19 სეზონი დავიწყეთ დღეს და მე იმედი მაქვს, რომ წლევანდელი სეზონი ჩვენთვის და ჩვენი მაყურებლისთვის იქნება ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო. სალომე, მარია. ამით დაგემშვიდობებით, ბედნიერ და პოზიტიურ დღეს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ შეგვახედე სკოლაში. ახლა ულამაზესი გარემო იყო. მადლობა შენ ჩართვისთვის. არ ვიცი, ხვალამდე გემშვიდობებით ალბათ. ანა ჟორჟაძე იყო პირდაპირ ჩართვით ჩვენს ეთერში და მართლა ძალიან ლამაზი იყო ის სკოლა და კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სკოლაში მინდა დამაბრუნე. ჩავტოვეთ კლასში. დღეს უკვე შეიძლება გაიმეორო და დააბრუნდე ბავშვობაში, იმიტომ რომ როგორც უკვე არაერთხელ აღნიშნეთ, პირველად მიდის შენი შვილი სკოლაში და ალბათ იქნებოდა საჭირო მზაობა ამისთვის, მომზადება, სასკოლო დისციპლინას სულ სხვაგვარად მოითხოვს ჩართულობას და ამაზე მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება გავამახვილოთ. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ ახლა ქეთევან დობორჯგენიძე, კლინიკური ფსიქოლოგი, ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტია, ჩვენი სტუმარი. დილამშვიდობისა, მოგესალმებით. მოკლედ, დიდი აჟიოტაჟია, ყველა პირველკლასელი და არა მარტო მოზარდი კლასელებიც მოკლედ დღეს შეიკრიბებიან დერეფნებში და მერხებთან. ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში გავამახვილოთ ყურადღება პირველკლასელებზე, ბავშვებზე, რომლებიც პირველად მიყვავს სკოლაში, იმიტომ რომ ისინი მათ არ იციან რასთან აქვს შეხება. როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი? პირველ რიგში ვილოცავ ყველა მოსწავლეს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებით თქვენ შვილს პირველად მიდის სკოლაში. ასევე ვილოცავ დილის ტალღას პირველ ახალ სეზონს და პირველ რიგში მინდა გავამახვილო, როგორც ახსენეთ, პირველ კლასელებზე, იმიტომ რომ მათთვის შედარებით ახალი გამოცდილებაა და ამ გამოცდილებასთან გამკლავებას, ამ გამოწვევასთან გამკლავებას ძალიან დიდი გამოცდილება ჭირდება და მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ამ მიმართულებით, მასწავლებლების ჩართულობა და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ბავშვი მიდის სკოლაში, მეტნაკლებად გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეს სკოლის შესახებ, როგორია სკოლის გარემო, რომ არ ქონდეს იმედგაცრუება. ძალიან ხშირად ხდება, რომ მშობლები ზედმეტად ნათელ ფერებში უხატავენ ხოლმე სკოლის გარემოს და ამიტომაც პოზიტიურ მხარეზე უყურებიან, ხო ასე? და რეალობისგან შორს არის ხოლმე ეს ინფორმაცია. ამიტომაც ძალიან ხშირად აი მაგალითად რა შეიძლება რომ უთხრან სკოლაზე, ის რაც არ არის. აი თუნდაც როდესაც ბაღში უფრო მეტად არასტრუქტურირებული გარემოა და აქვთ თამაშის საშუალება, უნდა აუხსნას მშობელმა ბავშვს, რომ ნაკლებად ექნება დრო თუნდაც თამაშისთვის. შესაძლოა გარკვეული აქტივობა პირველ კლასში იყოს თამაშის ფორმით მიწოდებული, მაგრამ ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ მუდმივად მთელი სკოლის პერიოდი არ იქნება ისეთი გარემო, როგორიც არის ბაღში. აი თუნდაც კვების კუთხით, ძილის კუთხით, რაც განსხვავდება, ხო, ბაღის გარემოსგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი თვითონ იყოს მზად ამ ინფორმაციის მიწოდებისთვის, ჯერ თავად უნდა ქონდეს კარგად გაცნობიერებული თუ როგორ მიაწოდოს ეს ინფორმაცია და შემდეგ საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სპეციალისტსაც მიმართოს და მაქსიმალურად მიაწოდოს რეალობასთან ახლოს მდგომი ინფორმაცია. თქვენ ახსენეთ ძილი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ძილის რუტინის დაალაგება. ყოველ შემთხვევაში მე მაგალითად ვცდილობდი ამ პერიოდში ცოტა ადრე ყოფილიყო ეს, ანუ უფრო ადრე დაწოლილიყო და მომზადებულიყო, თუმცა მაინც ძალიან რთულია და მაინც არის ის შეჯახება. პირველ კლასელებს არ გულისხმობ უმეტესი მეორე სმენაში მეორე ცვლაში მიდის და მეორე ცვლა არის ოდნავ მოგვიანებით. რაც შეეხება სხვა ბავშვებს, როდესაც დასვენების პერიოდია ვიღვიძებთ, როცა გვინდა, თუმცა მაინც სტრესულია ადრე გაღვიძება და უკვე ანუ ეს ერთგვარი გადაწყობაც სტრესულია. აი როგორ უნდა მოვახერხოთ, მაინც როგორ უნდა დავალაგოთ, ვთქვათ რა უნდა ჩავრთოთ ამ დროს? სწავლის რეჟიმში და ზოგადად სკოლის რეჟიმში გადასვლა ძალიან ბევრ ცვლილებებს მოითხოვს და ერთ-ერთი როგორც ახსენეთ არის ძილის რუტინის ცვლილება.
როგორც წეგან ახსენეთ, ძილის რუტინა იცრება იმ კუთხით, რომ თუკი მაგალითად შეეძლოთ თავისუფალ დროს, რომ შუა დღემდე გაეტარებინათ თავისუფლად და დაეძინათ, მაგალითად სკოლაში უკვე ამის საშუალება აღარ ეძლევათ და უწევთ დილით ადრე ადგომა. ამისთვის აუცილებელია, რომ მშობელმა მოამზადოს ბავშვი მანამ სანამ სკოლაში წავა, იმ კუთხით, რომ როდესაც ბავშვი უკვე სკოლაში მიდის და დილით 9-ზე მხოლოდ დილით 8-ზე იმიტომ აღვიძებენ, რომ სკოლაში წავიდეს, სკოლა ხდება ავტომატურად ავერსიული, ანუ არასასიამოვნო სტიმული და უმჯობესია, რომ მანამ სანამ სკოლის პერიოდი დადგება, მშობელმა მოამზადოს ამისთვის. მაინც უფრო სირთულეებზე მინდა რომ გავამახვილოთ ყურადღება, რახან მართლა ნათელფერებში ვხატავთ, მართლა რაღაცა ჩვენ გვაქვს ალბათ დიდი მოლოდინი, რომ დიდ ცოდნა შეიძენს ბავშვი, უკვე მოზარდი, მაგრამ მაინც არის ის რაღაცები, რაც გვაფერხებს, რაც სტრესში აგდებს ბავშვს, იგივე ურთიერთობები, იგივე ვთქვათ პედაგოგი, იგივე მრავალფეროვნება, აი რას უნდა მივაქციოთ უფრო ყურადღება და როგორ შევძლებთ მშობლები ბავშვებზე დახმარებას. დიახ, ძალიან ხშირად სკოლის გარემო ასოცირდება სტრესთან, იწვევს შფოთვას და მშობლს უნდა შეეძლოს ამ შფოთვის ამოცნობა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ზოგჯერ შფოთვა ფარულად მიმდინარეობს და ყურადღების მიღმა რჩება მშობელს. ძირითადად შფოთვა გამოიხატება ესეთ შემთხვევაში გუნებგანწყობილების ცვლილებით, შესაძლოა გამოიწვიოს ასევე სხვადასხვა სომატური ანუ სხეულებრივი გამოვლინებები, როგორიც არის მაგალითად თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, უმადობა და ძალიან ხშირად მშობლები თვლიან, რომ თავის ტკივილს ბავშვები იმიზეზებენ ხოლმე. სინამდვილეში ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი გავლენას ახდენს სომატურ ანუ სხეულებრივ გამოვლინებას ახდენს, შესაბამისად რეალურად ბავშვები განიცდიან თავის ტკივილსაც და მუცლის ტკივილსაც, თუკი ადაპტაციის პროცესი არის დარღვეული და განიცდიან შფოთვას. მუცლის ტკივილზე გამახსენდა, როდესაც მე-5 კლასში გადავედით, გვაშინებდნენ, რომ ძალიან ესეთი მკაცრი მასწავლებელი იქნებოდა მათემატიკის და როდესაც შემოვიდა, მე მართლა გამოცდილი მაქვს ეს გრძნობა, მართლა მის ყოველ შემოსვლაზე მუცელი ტკიოდა და აი ეს მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, გამოცდილება. პირველ კლასელები ჩვენ აღნიშნეთ, რომ სიხარულით მიდიან, იმიტომ რომ არ იციან რა გარემო დახვდებათ მათ, თუმცა არიან უფროს კლასელები, რომლებსაც უკვე აქვთ დიდი გამოცდილება და სხვათა შორის გუშინ შემხვდა ჩემი ერთ-ერთი ახლობლის შვილის ვიდეო, რომელიც ხარეცრემლებით ტიროდა, რომ ახლა ყოველდილით უნდა გავიღვიძო, ახლა ეს გაკვეთილები უნდა ვისწავლო, ანუ დრო არ მექნება და ასე შემდეგ. აი, რამდენად მნიშვნელოვანია პირველი გამოცდილება და ვთქვათ, თუ პირველ კლასელი მივიყვანეთ სკოლაში და მეორე დღეს კატეგორიულად გამოგვიცხადა, რომ სკოლაში წასვლა არ უნდა, რა უნდა გავაკეთოთ? გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუ კი ბავშვს აქვს სკოლაში დადებითი გამოცდილება, მაგალითად პირველ კლასში ჰქონდა დადებითი გამოცდილება, შესაბამისად ადაპტაციის პროცესი უკვე მეორე კლასში ძალიან მარტივად ხდება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ კი აქვს არასასიამოვნო გამოცდილება, მთელი ზაფხული შეუძლია ბავშვს ისაუბროს იმაზე, თუ როგორ არ უნდა სკოლაში წასვლა. ხშირად ხდება, რომ პირველი დღე არის ხოლმე ზეიმი და ამიტომაც არ იქცნობა ეს დაძაბულობა, მაგრამ მეორე დღეს, როდესაც ეს ზეიმი იქნება უკვე ჩოულ რუტინად ბავშვები აცხადებენ პროტესტს. ამიტომაც კარგი იქნება თუ პირველი დღე დატვირთული იქნება არა მხოლოდ ზეიმით, ასევე გარკვეული მცირე ზომის გასარდობი აქტივობებით, ასევე იმიტირებული გაკვეთილებითაც, რათა დაახლოებით მაინც წარმოდგენა შეექმნათ რეალურად როგორია სკოლა და მხოლოდ ზეიმთან რომ არ ასოცირდება. კიდევ რა უნდა იცოდეს პირველ კლასელმა, როდესაც მშობელს მიყავს სკოლაში. ხშირ შემთხვევაში მშობელი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, არის თუ არა მზად თავისი შვილი, მიუხედავად ასაკისა, არის თუ არა მზად იმისთვის, რომ შევიდეს სკოლაში. მე ვფიქრობ, ამას ყოველი მშობელი გრძნობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში უმეტესი მშობლებისა ხდება რაღაც სისტემის ნაწილი და ფიქრობს, რომ ზუსტად ან 5 წლის უნდა შეიყვანოს, ან 6 წლის უნდა შეიყვანოს და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანია ალბათ და მასწავლებლებიც აღნიშნავენ იმას, რომ წერა-კითხვაზე უფრო მეტად ბავშვებმა უნდა იცოდენ რა. სოციალური და ემოციური კომპეტენცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ თუკი ბავშვებს შეუძლიათ, რომ მაგალითად მოითხოვენ სასურველი, ან დაუშვათ იმეგობრონ ბავშვებთან უფრო მარტივად ადაპტირდებიან, ვიდრე მაგალითად ბავშვები, რომლებიც არიან უფრო მეტად იზოლირებული. შესაძლოა აკადემიური უნარები აბსოლუტურად წესრიგში იყოს, ამ კუთხით მზაობა ქონდეს, მაგრამ ვერ ადაპტირდეს, იმიტომ რომ ეს სოციალური უნარები არ ქონდეს შეძენილი. გარემოსთან შეიძლება წერა-კითხვა ძალიან კარგად იცოდეს, მაგრამ უბრალოდ საპირფარეშოში მარტო დამოუკიდებლად ხო, შეუძლია. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის ემოციური მხარდაჭერა, თანაგანცდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ მშობელმა უნდა აგრძნობინოს ბავშვს, რომ ეს ემოციები, ეს ამბივალენტური გრძნობები, რაც მას ეუფლება, არის აბსოლუტურად ბუნებრივი და იგივე ემოციები გვეუფლება ჩვენ, როდესაც მაგალითად შობულების შემდეგ მივდივართ სამსახურში. და როდესაც ბავშვი ამას გაიაზრებს, რომ ეს უჩვეულო არ არის, რაც მე ამ ცოტას მაწუხებს ეს ემოციები, შედარებით უფრო მარტივად მიდის უკვე ადაპტაციის პროცესი.
ძალიან მნიშვნელოვანია ასევე ის საკითხი, რომ აი სკოლაში რაღაც შეჯიბრის მომენტიც არის. აი ბაღში მაგალითად როცა პატარა მოდის, აი გიორგის ქონდა სათამაშო, აი მას ისეთი ქონდა, მეც მინდა. აი ამ შემთხვევაში სკოლაში ამ შეჯიბრი რომ არ იყოს და რაღაცით მაინც განსხვავდება. თითქოს გვინდა რომ ყველა იყოს თანაბარი, ყველას რაღაცა სასკოლო თეთრი პერანგი და ერთნაირად ეცვათ და რაღაც, მაგრამ მაინც არის ეს მომენტი, რომ შეჯიბრება არის ბავშვებს შორის. ალბათ მშობელს არ უნდა უნდადეს ამ შემთხვევაში, რომ მისი შვილი იყოს ყოჩაღი და საუკეთესო და ხო, არ ვიცი, აი როგორ რა უნდა უთხრათ ბავშვს, რომ ამისთვის იყოს მზად, რომ აი ამ როდესაც ამას შეეჯახება სკოლაში რაღაც შეჯიბრის მომენტს შესაბამისად დახვდეს მომზადებული. როგორც ასეთი ჯანსაღი კონკურენცია არის მამოტივირებელი, თუმცა სამწუხაროდ ხშირად ხდება სკოლებში არაჯანსაღი კომუნიკაცია ამ კუთხით. ხშირად მასწავლებლები აკეთებენ ხოლმე აქცენტს, რომ აი მაგალითად ეს კონკრეტული მოსწავლე ძალიან კარგად იქცევა და შენ არ იქცევი კარგად. მნიშვნელოვანია რომ ბავშვებს მიუდგეთ ინდივიდუალურად და დავანახოთ მათი დადებითი მხარე, პოზიტიურ ჭრილში, ვინაიდან როდესაც დადებით მხარეებზე გააკეთებს მასწავლებელი აქცენტს, უფრო მეტად ექნება მოსწავლეს მოტივაცია, რომ არ ვიცით რომ მასწავლებელი რას აკეთებს გაკვეთილზე. ამ შემთხვევაში მშობლის როლი როგორია და მშობლის დამოკიდებულება შულზე როგორია და რამდენად მოთხოვნადი უნდა იყოს, ნუ განსაკუთრებით პირველი კლასელის. მშობელმა სასწავლებელი ესეთ რომ შენ ახლა ყველაზე კარგად უნდა ისწავლო, ხო ვიცი? შენ ახლა ყველაზე ყოჩაღი უნდა იყო, ყველას უნდა აჯობო, ყველაზე განსაკუთრებული უნდა იყო. არის თუ რა ისტორია? შეცდომას უშვებთ. ნამდვილად შეცდომას უშვებთ, რატომ? იმიტომ რომ როდესაც მშობელი უწესებს სტანდარტს და ჩარჩოებს ბავშვებს, ეს რჩება და ავტომატურად შეიძლება ამ გამოიწვიოს შფოთვა. უმჯობესია რომ როგორც მასწავლებელზე აღვნიშნე, მშობელიც კონცენტრირდეს დადებით მიღწევებზე, განმამტკიცებელი მიაწოდოს თუნდაც ჯილდოს ფორმით მოსწავლეს და როდესაც დადებით თვისებებზე გაამახვილებს ყურადღება, შესაბამისად უფრო მეტად ექნება მოსწავლეს იმის მოტივაცია, რომ შეინარჩუნოს ეს დადებითი როლი. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ დაუსრულებლად შეიძლება ამ თემაზე საუბარი, თუმცა კიდევ ერთხელ მშობლის როლი, პედაგოგის როლი და ბავშვის მზაობა და ბოლოს მაინც რაღაც შემაჯამებელი რჩევები გითხარით, არა მხოლოდ პირველი კლასელებისთვის, ყველასთვის, ვისაც ეს პირველი დღე შემდგომ უკვე რუტინად გადაიქცევა, რა უნდა გავითვალისწინოთ აუცილებელი რჩევები. მნიშვნელოვანია მშობელმა გაითვალისწინოს ის, რომ მიიღოს ბავშვის ემოციები როგორც ნორმა. როდესაც მშობელი მიიღებს ამ ემოციებს როგორც ნორმას, ამ შემთხვევაში ეს უკვე გადადის ბავშვზე და ნაკლებად იქნება უკვე შფოთვაც, ნაკლებად იქნება სტრესული გამოცდილებაც და უფრო მარტივად ადაპტირდება გარემოში. ძალიან დიდი მადლობა ადრეული განვითარების სპეციალისტი, კლინიკური ფსიქოლოგი ქეთევან დობურჯგინძე იყო დილის ტალღის პირდაპირ ეთერში. მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენს ეთერში კი ტრადიციული რუბრიკის დრო დადგა. დღეს ორშაბათია და რუბრიკა დიახ, შენი იდეა. რადიოს დრო ყოფილა 9:43 წუთი შესრულდა და ჩვენს ეთერში რადიოს დროა. ილო შავიშვილი და თეონა ზედანია შემოგვიერთებიან, გილოცავთ ახალ სეზონს. FM 106. ხულო FM 104.1. რადიო აჭარა. დილის რადიო სტუმარი. საინტერესო შეხვედრები, საინტერესო თემებზე. დილამშვიდობისა, მოგესალმებით კიდევ ერთხელ ყველას ძვირფასო რადიო მსმენელებო და ამჯერად უკვე თქვენთან ერთად ტელემაყურებელს მივესალმებით და ჩვენს კოლეგებს წარმატებულად ეთერში დაბრუნებას ვულოცავთ და ბევრ ბედნიერების მომტან ეთერს გისურვებთ ძვირფასო ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, ჩვენს გარეშე არ გამოგივათ. დღეს ვსაუბრობთ ფესტივალზე, რომელიც 2009 წელს დააფუძნდა. ეს იყო კინოსა და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს თვალი, რომლის მიზანია მოტივაცია მისცეს ოპერატორებს ტელეკინო ინდუსტრიაში მომუშავე ადამიანებს და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ ზრდას. საფესტივალო სამზადისზე ფესტივალის დირექტორთან თამარ გუდავასთან ერთად ვისაუბრებთ. გამარჯობა თამარ. მოგესალმებით. მოგესალმებით. ჩვენთვის ყოველთვის ძალიან სასიხარულოა თქვენი შევება და
იმას ვულოცავ დაბადების დღეს. მადლობა. და ფესტივალი წლებთან ერთად ვითარდება, იზრდება, სახესი იცვლის, სხვადასხვა კომპონენტი ემატება და მოგვიყვებით ამის შესახებ რა ეტაპები განვლო და როგორ მოვიდა დღემდე. მადლობა ინტერესისთვის. კინო და ტელეოპერატორების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს თვალი უკვე მე-12-ად გაიმართება საქართველოში. წლების განმავლობაში ფესტივალმა მინდა გითხრათ ძალიან საიმედო, საინტერესო მეგობრები დააგროვა მსოფლიო მასშტაბით. აუცილებლად უნდა აღნიშნო, რომ ფესტივალის დამფუძნებელია კომპანია ინოვატორი და ბატონი ზურა გეგენავა, რომელმაც წლების განმავლობაში მაქსიმალური ფაქტობრივად შეძლო, რომ ამ ფესტივალის ირგვლივ გააერთიანებინა მან და მისმა გუნდმა შეძლეს გაერთიანებინათ ძალიან ტიტულოვანი და ცნობილი პროფესიონალები და მისი სურვილი რომ ფესტივალი ბათუმისთვის ეჩუქებინა და ჩვენთვის ჩაებარებინა ეს იყო ჩვენთვის ძალიან სასიხარულო, იმიტომ რომ ფესტივალში მონაწილე, კონკურსში მონაწილე ადამიანები, ეხლა ჩვენ არ გამოჩნდებოდით, რომ არა ის და ზოგადად ვიზუალური ხელოვნება ის რომ წლების შემდეგ ჩვენ რაღაცა შემოუნახავთ ჩვენს ისტორიას და თაობებს, სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა და მათი ოქროს თვალის დამსახურებაა. ნამდვილად არის აღსანიშნი მათი ყოველჯერზე ძალიან დიდი შრომა და ეს ფესტივალი სწორედ ამას ემსახურება და ძალიან მახარებს ის რომ წლიდან წლამდე ინტერესი იზრდება ფესტივალის მიმართ წელს საერთაშორისო თუმცა არც არასდროს არ აკლდა მე მგონი. წელს საერთაშორისო კონკურსი გვაქვს და პროცესი ხა სელექციის ჟიური მუშაობს, მე საბოლოოდ ჟიური საერთაშორისო ჟიური დაჯდება იმისთვის რომ საბოლოო დადოს გამარჯვებულების ვინაობა გამოავლინოს და ჩვენთვის ეს არის ისეთი ემოციური და ჩვენ რა თქმა უნდა ყოველთვის ბათუმის ოპერატორებს შემატკივრებს ჩვენ ხმა არ გვაქვს მათთან ჩვენ ოპერატორებს ეს რა თქმა უნდა ხუმრობით მთლიანად ქართულ ოპერატორებს შემატკივრობთ, როდესაც უცხოელები არიან, მაგრამ ჟიურიში ხო? მაგრამ ჟიურიდან მიკერძოებული არ არის? რომ იმდენად საერთაშორისოა, რომ რა თქმა უნდა გვეპატიება ჩვენ ეს და რა თქმა უნდა საუკეთესო და ძალიან კარგი ნამუშევრებია სხვადასხვა ქვეყნებიდან ასობით ფილმი ნახა უკვე ჟიურიმ და მივდივართ ფინალისკენ აირჩევა 12 საუკეთესო წელს მიმართულებების მიხედვით ჰქონდა განაცხადების მიღება ფესტივალი შეარჩევს მთავარ პრიზს გადასცემს ფესტივალის საუკეთესო ტელეოპერატორს, ფესტივალის საუკეთესო კინოოპერატორს, გრან-პრის და სხვადასხვა ნომინაციების მიხედვით ეს არის ოპერატორი რომელიც მუშაობს კულტურის მიმართულებით, ეთნოგრაფიის მიმართულებით, ბუნების კადრს იღებს და ესე ნომინაციების მიხედვით გვეყოლებიან გამარჯვებულები. მინდა ვუსურვო ყველას წარმატება. აქვე ძალიან პატარა ისეთ ინფორმაციას გავაჟღერებ, რომ წელს თვითონ დახურვის ცერემონია იქნება ძალიან საინტერესო და ის რომ ოპერატორმა გადაიღოს ამასი კადრი, უნდა შესთავაზო ამასი კადრი. იზრუნებთ ეს რომელიც მათ ელით ისე გონიოს ციხეში და მინდა ვუთხრა აჭარის კულტურის სამინისტროს, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, კომპანია ტექტოჯგუფს, რომელმაც ეს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოიჩინა ინიციატივა და ჩვენ წელს გვეყოლებიან მხარდამჭერები და ველოდებით სტუმრებს, გელოდებით თქვენ აუცილებლად. მოსაწვევიც ამაზე ჩვენმა მეგობრებმა ვკითხეს, როგორი მოსაწვევი გექნებათო ფურცელზე თუ ელექტრონული მოთხრე არც ერთი და არც მეორე. აბა როგორი გექნება? სიტყვიერ. არა.
ამ კუთხითაც ესე იგი სიახლეებს უნდა ველოდოთ. და თამარ აუცილებლად უნდა გკითხო ამასთან მიმართებაში, რადგან ახსენე ადგილობრივი კადრი. ანუ წლებთან ერთად რამდენად იზრდება თავად ოპერატორების ხედვა და რამდენად იზრდება მათი პროფესიონალიზმი, რადგან სხვადასხვა გამოწვევები არსებობს, ტექნიკური ზრდა და თქვენ გაქვთ ამის ბრწყინვალე საშუალება, რომ შეაფასოთ წლების განმავლობაში თავად კადრი რამდენად ვითარდება. იმიტომ რომ ზოგადად ტექნოლოგიებმა მოიტანა ადამიანები უნდა დავეციოთ სხვა ადამიანების მიერ შემოთავაზებულ სიახლეებს და თვითონ ოპერატორებიც ბუნებრივია ის სიახლეები ხედვის თვალსაზრისით, როდესაც ტექნიკა გიწყობს ხელს, გინდა არ გინდა, უნდა იყო უკვე რაღაცა ისეთ იმაზე, ხო, მაგალით ამასაც შესთავაზო მაყურებელს და ზუსტად ამას აღნიშნავს ხოლმე ჟიური, როგორ იცვლება, აი ბოლოს სულ რაღაცა რამდენიმე ათეული წელია და ფაქტობრივად რადიკალურად შეიცვალა ტექნოლოგიების თვალსაზრისით და მათ შორის ოპერატორებზეც ვრცელდება ეს და თქვენ ნახავთ ზუსტად ამ ეხა ოპერატორი რომელიც ადამიანის სიმაღლეზე იღებდა ეხა უკვე დრონით იღებს სამყაროს და ესეთი რა თქმა უნდა იცვლება და მათი ხედვებიც არის ჩემი კითხვაც ამ კონტექსტიდან არის, რამდენად გახდა ეს ფესტივალი мотиваცია და ანუ მონაწილეთა რიცხვი ქართველების გაიზარდა წლებთან ერთად და აი რამდენად იზრდება ეს და რამდენად გახდა ეს ფესტივალი мотиваცია, ვთქვათ, უკეთესად არ მინდა ეხლა ვთქვა რომ ვიღაცა პროფესიაში ფესტივალის გამო ხდება უკეთესი, მაგრამ мотиваცია არის, ესეც არის. როდესაც ადამიანის შესაძლებლობებს და შრომას აღნიშნავს სხვა ადამიანი, ეს ყოველთვის არის мотиваცია. მაშინ არ შექმნიდნენ ადამიანები ამ კონკურსებს, არ იქნებოდა ოსკარი, არ იქნებოდა უამრავი რამ, რაც აღნიშნავს სხვა ადამიანების ნიჭს. და ჩვენც ესე ჩვენი ფესტივალი ზუსტად ამას ემსახურება, რომ ოპერატორების როლი მათი ჩვენ ყოველდღიურობაში ფაქტობრივად, იმიტომ რომ ჩვენც ესეთი მინი ოპერატორები ვართ ყოველდღე და ჩვენც ყოველდღე ვიღებთ უკვე აი ამ გაჯეტებით და ტელეფონებით ამ კადრებს. და ფესტივალების პუნქტში არის ერთი ასეთი ჯადოსნური სიტყვა ფორს მაჟორი, რომელიც წელს ამინდმა მოაწყო. დაგეგმილი ახლა 19-ში, მაგრამ ალბათ ეს რაღაცა ხდება, რომ ასე უნდა მოხდეს, ჩვენ ესე ვუყურებთ ამას და რამდენიმე დღით გადაინაცვლებს. კი, იმიტომ რომ სანახაობა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოს მაყურებელმა გონიოს ციხეში, უნდა ნახოს კარგამინჩი და აუცილებლად შეგატყობინებთ ამ თარიღის შესახებ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა წარმატებები ფესტივალს, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ფესტივალ ოქროს თვალზე ვსაუბრობდით საფესტივალო სამზადისზე ფესტივალის დირექტორთან ერთად, თამარ გუდავასთან ერთად, მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად, წარმატებებს გისურვებთ. ტელემაყურებელს ვემშვიდობებით რადიო მსმენელთან, მალე დავბრუნდებით, დაგველოდეთ. დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ რადიოს ჩართვა დასრულდა. რადიოს ხვალამდე ვემშვიდობებით. ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ დილის ტალღას. დღეს 15 სექტემბერია. სტუდიაში მარიამ ჟავანაძე და სალომე სურმენიძე მუშაობთ. მარია გილოცავ შენი შვილის დაბადების დღეს რამდენი წლის გახდა ნიკოლა? ძალიან დიდი მადლობა სალომე რომ გაგახსენდა. კი დღეს 15 სექტემბერია და ჩემი შვილი ნიკოლა ჯანოაშვილი გახდა 6 წლის და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მიულოცო ეთერის საშუალებით ეს მნიშვნელოვანი დღე და გადავუხადოთ დიდი მადლობა. მადლობა ნიკოლა რომ ამირჩიე მე და ჩემი გავლით მოხვედი ამ საოცარ დედამიწაზე. შევეცდებდით მე და მამიკომ გაგიწიოთ კარგი მშობლობა, გაჩვენოთ სიკეთეები ამ სამყაროსი და შენთან ერთად ვიყოთ სადამდეც შეგვეძლება. ძალიან მიყვარხარ და დიდი მადლობა. ძალიან ამაღელვებელია. ბექა ასევე გილოცავთ შვილის დაბადების დღეს. ასეთი მცირე გადახვევა ტრადიციული რუბრიკის დროა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ წარვადგინე. დღევანდელ რუბრიკაში შენი იდეა გაგაცნობთ ხეზე კვეთის ოსტატს ანზორ ხიმშიაშვილს. კარატიდან სარკემდე, ხის ჭურჭლიდან პატარა დეკორამდე. სახლში ყველაფერი მისი ხელითაა გაკეთებული. სწორედ ამ ხის სურნელით სავსე გარემოში ცხოვრობს ოსტატი. ხეზე კვეთა მისთვის მხოლოდ ხელობა და ხელობა არ არის, ცხოვრების წესია. ნახოთ დღევანდელი ეპიზოდი და მოვისმინოთ საინტერესო ისტორიები, რა შთააგონებს ოსტატს და როგორია მისი სამომავლო გეგმები. რუბრიკა ანა ჟორჟაძემ მოამზადა.
ასე მგონია ყველა მელაპარაკება და ყველას ველაპარაკები გამიგე რატომღაც ასე ფიქრობ და ერთხელ აი მითხრეს ასე რომ დავდოთ ის ტელეგრამზე და რაფასიც გინდა იმნარი უბრალოდ ნახოთ და ვიფიქრე რომ გედეიხადოს და იყიდოს რაღაც შიშის გზნობა დამეუფლა გამიგე უთხარი არა და ანებეთ სანამ ცოცხალი ვარ ამგეში აქ არც ერთი კუთხე არ არის უსულო ხეზე გამოკვეთილი სახეები ფორმები და ფიგურები გიყვებიან ამბებს ოსტატის სახლი პატარა მუზეუმს გავს რომლის თვალიერებაც არ გბეზრდება თითოეულ დეტალში დროის ანარეკლი ჩანს თითოეულ ნივთს თავისი ხასიათი აქვს საყოფად ცხოვრებულ ნივთებს ვაკეთებთ და მამაჩემს მუშაობდა ხეზე და მეც ვაკეთებდი საყოფად ცხოვრებულ ნივთებს ისე ბავშვობაში ამის ინტერესი კი მქონდა კი გავაკეთებდი მაგრამ მე კი მივაგდებდი და მიზიდავდა ასეთი კუბიკები იყო იგი პლასტინის ვეძახით ყვითელი, მწვანე, წითელი ყველანაირი ფერისა და ინგეს იბლობდი და იქიდან ვზევდი 1000-ნაირ რაღაცებს გამოვძერწავდი. მამის გარდაცვალების შემდეგ ოსტატმა გადაწყვიტა ეს საქმე დამოუკიდებლად გაეგრძელებინა. ხესთან ურთიერთობა უფრო ფრთხილი და გაცნობიერებული გახდა. ამ ხელობამ მეტი შინაარსი შეიძინა. თითქოს ყოველ დეტალში ცდილობდა მამის ხმა, ხელის მოძრაობა ბავშვობის ცოცხალი მოგონება დაებრუნებინა. მე როცა მამა ჩემი რო გარდამიცვალა რატომღაც გადავწყვიტე გამიგე რომ ის სტრუქტურა გამეკეთებინა მამის გამიგე და დედის მე იქიდან დავიწყე მე დამაინტერესა რაღაც რო ხო შეხვა როლებში გამიგე და მე კი ვაკეთებ და ვაკეთებ ადამიანი ლექსს რო წერს ყველა ხო ვერ დაწერს არა ან ყველა ხო ვერ იმღერებს არა სიმღერა ძალიან მუსიკა მიყვარს გვიждები მაგრამ ვერც გიტარაზე ვერც უკრავ და ვერც იმღერები იმიტომ რომ იგი არ ამავს ყველას ალბათ თავისებური იგი მაქვს გამომყვანე რაღაცა ბუნებრივად და კი ვაკეთებ და ძალიან დიდ სიამოვნებას ვხედავ ოსტატის მიერ შესრულებული ნამუშევრები არ არის მხოლოდ პრაქტიკული დანიშნულების მის სახლში შეხვდებით კინოგმირებს, პერსონაჟებს მისი ცხოვრებისეული მოგონებებიდან, რომლებიც სამუდამოდ დარჩა მის მეხსიერებაში. ეს ფიგურები ხეზე გადმოტანილი ემოციებია, სახეები, მომენტები და განცდები, რომლებიც დროს არ გაჰყვა, არამედ ხეში დაილექა და ფორმა მიიღო. მაგალითად ერთი ორსული ქალის იგი მაქვს გოდორის რუხში, რომ ბავშვობაში რომ ასე აღმართი იყო ამოსავლელი და ბავშვი ვიყავი, გამიგე გოდორს ვერ გამოვართვევდი და გავოფლი და ასე მცელი რომ ხელით ეჭირა, გამიგე და ამზე რომ მოუყვებოდა ამ აღმართს, გამიგე და ჩამჩა მეხსიერებაში გამახსენდა ევიღე გავაკეთებ. აი პერსონაჟები ავიღებ ასეთი ფილმი არსებობს მწვანე მილი აი ციხის ბადრაკს საკანში რო შეყავს აი ის მომენტია გამიგე დუპინგი და თანაც რო აი ყვირის უხარია სიკვდილი მსჯილი მომყავს სიკვდილის მსჯილიო მაგრამ სინამდვილეში არაა დამნაშავე ძალიან გულყვილო პატიოსანი ადამიანია უყვარს როცა სიმშვიდეში მუშაობს როცა სახლში მარტოა ამ დროს ყველაზე უკეთ ესმის ხის ხმა, როგორც თავად გვიყვება, ასე უკეთ კონცენტრირდება დეტალებზე. თითქოს ხე თავად კარნახობს, რა ფორმა უნდა მიიღოს. ძალიან მიჭირს გამიგე, მაგალითად რომ ვიღაცა რომ მიყურებს და რომ ვაკეთებ. იმიტომ რომ უკვე მეფანტება აზრი არ შემიძლია. იყო ასეთი პერიოდი რომ ერთი წლის განმავლობაში კიდე უფრო მეთხავს. ვიჯექი გამიგეს მასალა რომ მოვიმარაგეს ყველაფერი და ვერ წავდი ისეთ მუღამში ვიყავი გამიგე შესული. როცა სოფელში რო ავდივარ გამიგე, სულ ვეცებ რაღაცას ისეთ ხის იმას გამიგე რომ აქედან რა შეიძლება რომ გაკეთდეს გამიგე უკვე ჩვევა ჩამომიყალიბდა როგორ ჩანს. ამას ალბათ კიდე მოვიძევ მასალას და გავაგრძელებ ამ საქმეს. იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა მოსგასაკეთებელი ის.
მადლობა. ტრადიციულად ორშაბათს გავა შენი იდეა, რუბრიკა, რომელსაც ანა ამზადებს და ჩვენს ეთერში 10 საათი შესრულდა და არა მხოლოდ ეთერში, საქართველოში 10 საათი შესრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი ამბების დროა. ისევ სულხან წულუკიძე შემოგვიერთდა ახალი ამბებით, დილამშვიდობისა კიდევ ერთხელ. დიახ, კვლავ დაგიბრუნდით, მეგობრებო, ვერ გელებით. მივესალმები ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთდა, 10 საათია და ახალი ამბების დროა. დღეიდან ქვეყნის მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო. წელს აჭარაში 72254 მოსწავლეა, მათ შორის 6152 პირველ კლასელი. აჭარის განათლების სამინისტროს მონაცემებით წელს 6-ვე მუნიციპალიტეტში სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 სკოლას. წლის ბოლომდე დასრულდება 15-მდე საჯარო სკოლის როგორც მშენებლობა, ასევე რეაბილიტაცია. განსაკუთრებით ამაღლებელი დღე არის როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მასწავლებლებისთვის, რადგან დაიწყო ახალი სასწავლო წელი და მე ვიმედოვნებ, რომ ეს წელი იქნება ძალიან პროდუქტიული და წარმატებული. ყველას ულოცავ ახალი 2025-26 სასწავლო წლის დაწყებას, ხვდებით ახალი იმედებით, გვჯერა რომ ახალი შესაძლებლობების წელი იქნება და ყველას უსურვებ მშვიდობიან და წარმატებულ ნაყოფიერ წელს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 14 წლის მოზარდზე ფიზიკური ძალადობის ფაქტზე მკლავჭიდელის ხატია ვიბლიანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. ფაქტის სამსახურ ვიდეოში სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა, აღნიშნულ კადრებში ჩანს, რომ დაპირისპირების დროს მკლავჭიდელის მცირეწლოვანი შვილის ადგილზე იმყოფება და ჩხუბს უყურებს. არსებული ინფორმაციით მკლავჭიდელი ქალი ურტყამს 14 წლის მოზარდს იმის გამო, რომ ბავშვი ერთ-ერთ მარკეტში მოლარის გამოისარჩლა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს წარმომადგენლების მომართვის საფუძველზე საარჩევნო ბანერების დაზიანების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 197 მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებასთან განადგურებას გულისხმობს. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. სამართალდამცველები ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, ექსპერტიზის საფუძველზე დადგინდება ზარელის ზუსტი ოდენობა და აღნიშნულ ქმედებას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოხდება, წერია განცხადებაში. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები წინა საარჩევნო შეხვედრებს აგრძელებენ. თბილისის მერობის კანდიდატი კახა კუკავა დავით გურამიშვილის ქუჩაზე სანზონის ამომრჩეველს შეხვდა. კუკავამ ამომრჩეველს გააცნო თავისუფალი საქართველოს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში იგი ამომრჩეველს საბანკო კრიზისის მოგვარებას, ქალაქში უკონტროლო მშენებლობის შეწყვეტას და მონოპოლიური ფასების გაუქმებას პირდება. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრებს უბან-უბან, ქუჩა-ქუჩა, სადაც შეგვიძლია რომ ჩვენი ხმა მივიტანოთ. ეხლა განსხვავებით კალაძისგან და ხაზარაძის კანდიდატი და სხვები ვინც არიან, ჩვენ არ გვაქვს ის მილიონიანი ბილბორდები, არ გვაქვს რაღაცა ტელევიზიებით იმხელა რეკლამა რამდენიც მათ აქვს. ამიტომ ჩვენი მთავარი იარაღი არის რომ ყველგან მივიტანოთ ჩვენი ხმა თვითონ და მე თვითონ დამაქვს ფლაიერებიც, პლაკატებიც და ვაპირებთ რომ 4 ოქტომბრამდე დარჩენილ დროში თბილისის ყველა უბანი შემოვიაროთ. გამოშვებას უცხოეთის სიახლეებით განვაგრძობთ. ჩეხეთმა პოლონეთში საზღვრის დასაცავად დახმარების აღმოჩენის მიზნით 3 ვერტმფრენი გაგზავნა. შეიარაღებული ძალების განცხადებით 3 ჩეხური ვერტმფრენი გააძლიერებს მოკავშირე პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვრის საჰაერო სივრცის დაცვას. უწყების ცნობით პილოტები საჰაერო სივრცის დაცვას უახლოეს მომავალში დაიწყებენ. თავისუფლ პოლონეთის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ 3 ჩეხური ვერტმფრენის მიღებას. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ გაცილებით იაფი და სისტემური გადაწყვეტილებები აქვს, ვიდრე მის პარტნიორებს და მზადა ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ თავისი გამოცდილება გაუზიაროს. პრეზიდენტის განცხადებით უკრაინის დაცვა საერთო ამოცანაა. აღნიშნა, რომ ნათელია თუ როგორ იკვლევს რუსეთი, როგორ გადაიტანოს ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე. ასევე რუსეთის არმიას ზრდის რუმინეთს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის სამხედროებს რუსეთის ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმებისთვის და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ეფექტიანი სანქციებია ისეთი, რომლებიც უფრო სწრაფად მოქმედებს, მათ შორის არის ცეცხლი რუსეთის ნავთობის ქარხნებში.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით ევროპელებს რუსეთის მიმართ საკმარისად მკაცრი პოზიცია არ აქვთ და რომ ისინი მხოლოდ ლაპარაკობენ და არ მოქმედებენ. დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების შემდგომი სანქციები დამოკიდებულია იმაზე, გაანკაცრებს თუ არა ევროპას საკუთარ შეზღუდვებს და შეწყვეტს თუ არა რუსული ენერგორესურსების შეძენას. კითხვაზე დაუწესებს თუ არა ნატო რუსეთს სანქციებს, ტრამპმა განაცხადა, რომ ალიანსი და ევროპა თავის საქმეს არ ასრულებს. კონსერვატორი კომენტატორის ჩარლი კირკის მხარდამჭერები ვაშინგტონში კენედის ცენტრში მისი ხსოვნის პატივსაცემად შეიკრიბნენ. ცენტრში მოვიდნენ კანონმდებლები და მაღალი თანამდებობის პირები, რომელმაც აღნიშნეს, რომ კირკს ხალხის უფსკულიდან გამოყვანა სურდა და მისი მემკვიდრეობა განუზომელია. ამასთან ცნობილი ხდება გამოძიების ახალი დეტალები. იუტას გუბერნატორის განცხადებით ეჭვმიტანილი ხელისუფლებასთან არ თანამშრომლობს და მას ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ 16 სექტემბერს წაუყენებენ. გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ რა გახდა მკვლელობის მოტივი. ბათუმის დრამატულ თეატრში ქართული კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართა. კონცერტში ბათუმის სახელმწიფო სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სოლო შემსრულებლები სოფო ხალოში, ბაჩო ნაკაშიძე, აჩიკო გოგიტიძე, მორის მელაძე, აჩიკო ბერიძე და თამთა ხუხუნაიშვილი მონაწილეობდნენ. მუსიკალური საღამო დავით მუქერიას დირიჟორობით გაიმართა. შესრულდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები და სიმღერები. კონცერტი აჭარის კულტურის სამინისტროს პროექტ მუსიკალური ბათუმი 2025-ის ფარგლებში გაიმართა. პროექტი აერთიანებს სხვადასხვა შემოქმედებით ღონისძიებას და მიზნად ისახავს რეგიონის კულტურული პოტენციალისა და ტრადიციების წარმოჩენასა და პოპულარიზაციას. როგორც ვიცით, ბათუმი ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული თვალსაზრისით კარგი კონცერტით, ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებით და წელს კიდევ უფრო ბევრი კონცერტი ჩატარდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის კულტურული განვითარებისთვის. შევასრულე ქართველი კომპოზიტორების კომპოზიციები. ძალიან კარგი კონცერტი იყო, საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი ვარ, როგორც ჩემი საკუთარი გამოსვლით, ასევე ვინც მონაწილეობდა ყველასა და მე ვფიქრობ, ერთობლივად ძალიან კარგი და საოცარი ვიტყოდი კონცერტი გამოვიდა. ქალბატონი ელისო ბოლქვაძის ინიციატივით სამინისტრო ახორციელებს პროექტს მუსიკალური ბათუმი და დღეს ამ პროექტის ფარგლებში უმასპინძლეთ ქართული კლასიკურ მუსიკას და მსმენა ესვენელმა ჩვენს შედევრებს და ვფიქრობ ძალიან წარმატებულად ხორციელდება ჩვენი პროექტი, რაც თავარია მაყურებელი არის ძალიან კმაყოფილი. ამ დროისთვის სულ ეს იყო მთავარი მორიგი გამოშვებით პირდაპირ ეთერში 12 საათზე დაბრუნდება, მე კი ხვალამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის, სულხან გემშვიდობებით დროებით, ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას, თქვენ უყურებთ დილის ტალღას და ეთერში ვიქნებით 11-ის ნახევარამდე, თუმცა სანამ გავაგრძელებთ ეს გადაცემას, მანამ ნახოთ გადაცემის მესამე ნაწილის ანონსი. დილის ტალღა ახალ სეზონს ახალ ასტროლოგთან ერთად იწყებს. სტუდიაში ხატია ძნელაძესთან ერთად დაგიბრუნდებით, გაგაცნობთ ხატიას და ორშაბათის ტრადიციისამებრ მთელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზსაც. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და გადაცემის ბოლოს კვირის ასტროლოგიური პროგნოზი უნდა წარმოგიდგინოთ, თუმცა მანამ უნდა აღნიშნო აუცილებლად გასული 2 სეზონის განმავლობაში ჩვენი ასტროლოგი გახლდათ ხატია ბედოშვილი, რომელსაც ძალიან დიდი სიყვარულით მოვიკითხავთ. უღრმესი მადლობა ხატია შენ გაწეული სამსახურისთვის და წარმატებების შემოქმედებით საქმიანობაში წინსვლა რა თქმა უნდა. ჩვენ კი ახალი ფურცლიდან ვიწყებთ, ხო? ახალი ფურცლიდან ვიწყებთ, თუმცა ისევ ხატია ამ შემთხვევაში ხატია ძნელაძე იქნება ჩვენი ასტროლოგი და ყოველ ორშაბათს ის ასტროლოგიურ პროგნოზს წარმოგვიდგენს. დილამშვიდობისა, ძალიან დიდი მადლობა, რომ იქნებით ჩვენი ასტროლოგი, იმიტომ რომ საკმაოდ პოპულარულია, საკმაოდ აქტუალურია დღესდღეობით. საჭიროც კი და ძალიან ბევრი ადამიანი დაინტერესდა ასტროლოგიით. საინტერესოა თქვენ როდის დაინტერესდით და თქვენი პროფესია როდის გახდა ასტროლოგია?
მოგესალმებით პირველ რიგში, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს, მადლობა ჩემი დაინტერესებისთვის და მოწვევისთვის, დაპატიჟებისთვის, სასიამოვნო კვირას და დღეს გისურვებთ ყველას. მე ჩემი ინტერესი ასტროლოგიისადმი და ზოგადად ეზოთერიკისადმი დაიწყო ბავშვობიდან, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს. მახსოვს პირველად მე-9 კლასში აღმოვაჩინე ასტროლოგიის წიგნი, ჩემს კლასეს ქონა წამოღებული და ეძიე ვარსკვლავი შეიხურა. კი და ჩვენ დროზე და აი რო წავიკითხე მახსოვს რომ აი თავიდანვე ინტერესი აღძრა ჩემში ამ ყველაფერმა და მაქედან მე ვეძებდი წიგნებს, რაღაცა ინფორმაციებს, თან მწირი იყო მაშინ ეს ინფორმაციები და კი და მე რაღაცა ძალიან ინფორმირებული ვიყავი ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც გაინტერესებს ხო ზოგადად ის მოდის იზიდავ შენ ცხოვრებაში და შესაბამისად ოჯახის წევრები როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას? აი ეს ცოტა ისეთი სენსიტიური თემა, იმიტომ რომ ხო იცი აი ასტროლოგია, ზოგადად ეზოთერიკა თუ გაინტერესებს, ცოტა ისეთი საშიში. ნუ მაშინ არ იწლებოდა კარტონად. ხო, არა და რაღაცა ის იყო. აი მაშინ არ ვაჟღერებდა ჩემთვის რაღაცა ეს ვეძებდი წიგნებს რაღაცა, მაგრამ მე რო უკვე დავიწყე აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობა და ეზოთერიკისადმი რაღაც აქ შესვლა ამ მიმართულებით, იყო სხვათა შორის დაბრკოლებები ჩემი ოჯახის წევრებისგან, მაგრამ მე რო მივხვდი რომ იმდანად მიყვარს ჩემი საქმე და ვაკეთებ ამ საქმეს, რომელიც მთელი გულით მიყვარს და მაინტერესებს, მე ჩემი ოჯახის წევრები ჩემომიერთდნენ გულისხმიერებით. კი, მე რო უკვე რატომ უნდა დავინტერესდეთ და რატომ უნდა დაინტერესდნენ ადამიანები ასტროლოგიით? ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ კონსულტაციაზე რომ მოდიან ადამიანები, თავიდან მეკითხებიან ხოლმე, აიც რა არ მაინტერესებს, მაგრამ აი რაღაცა რომ მელაპარაკებოდი და რაღაცები რომ ეს ასტროლოგიური რუკა რო შევადგინეთ, აი მე მივხვდი რომ რაღაცები ძალიან ემთხვევა და მე აი საიდ რატომ უნდა დავინტერესდეთ, ხო? აი ამ კითხვებს რომ ისვამენ, ანუ რამდენად ემთხვევა ეს ყველაფერი, მე მგონია რომ ეს 100%-ით, როდესაც ვიბადებით, რომელსაც ვიბადებით, თანავარსკვლავედის მიხედვით რომელ პლანეტაში, რომელი ჩვენი ზოდიაქოს ნიშანი არის, ამის მიხედვით ჩვენი ხასიათი ყალიბდება. ამიტომაც ეს ყველაფერი გვეხმარება იმაში, რომ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ. მაგალითად, მე როდესაც პირველად 16 წლის ვიყავი პირადი რუკა რო შევადგინე, მივხვდი რა იყო ჩემთვის ჩემში დასამუშავებელი. და ეს ყველაფერი რომ დავამუშავე, ის წარმატება, რომელიც უნდა მოსულიყო, უფრო ადრე მოვიდა, ვიდრე შეიძლება 30 წლის მერე მოსულიყო, სიტყვაზე 25 წლის მერე მოსულიყო. პრინციპში ასტროლოგია გვეხმარება იმაში, რომ უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი. ზუსტად. და შემდეგ დავალაგოთ არ მაქვს შედგენილი ჯერჯერობით. არა, რა თქმა უნდა. ეს შეიძლება შენი ჩაუგრმავდეს შენი თავი, შეიძლება შენი თეძიო შენი თავი და რა თქმა უნდა ამაში არის რაღაცები, რასაც შენიც ვერ შეადარდა, ვფიქრობ ასტროლოგია ამაში ძალიან გეხმარება. კი, ძალიან გეხმარება და თუნდაც ის პლანეტები, რომელიც დასამუშავებელი და ამას თუ დაამუშავებ, სიტყვაზე გეუბნება რომ 22 წლის ასაკში უდიდესი პოტენციალი გაქვს მიაღწიოს თქვა ჟურნალისტიკაში წარმატებას, ხო? ან თქვა 25 წლის. მაგრამ როდესაც ამ ყველაფერს შენ თავში რაღაც პატარ-პატარა იმას შეცვლი უნარებს ეს ძალიან დაგეხმარება იმაში, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ წარმატება. ახლა ცოტა უნდა გამოგცადოთ და აბა საინტერესოა თუ ერთი თვალით შეგიძლიათ მაგალითად მიხვდეთ და რაღაც რამდენიმე წუთის შემდეგ ადამიანის გაცნობის შემდეგ მიხვდეთ თუ რა ზოდიაქოს მატარებელია ის. შესაძლებელია რომ ეს იცნობენ ხოლმე, ხო? ასტროლოგები იცნობენ, ანუ მაგრამ ზოგადად ძირითადად როგორ ხდება ის, აი მაგალითად ასცენდენტი, ან თქვა მთვარით ხარ ადამიანი, მე ვარ მორიელი სიტყვაზე, ასცენდენტი მყავს თხის რქაში, ხო? ანუ ეს თხის სიტყვაზე თუ მართლა ეგეა. ხო და ეს ყველაფერი ერთთან ანუ ასცენდენტი რაც არის, ანუ პირველი 10 წუთი შთაბეჭდილება მაგასტოვებ, ანუ ასცენდენტი თხის რქაში, რა, აი უფრო რაღაცა ცივი, რაციონალური, რაღაცა შეიძლება ესე არ ამბობდეს ჩემი გამომეტყველება იმას, რაც შეიძლება შემდეგი გაცნობის დროს ადამიანმა ჩემში აღმოაჩინოს. ნახოთ თუ გვეტყობა ჩვენ ესე იგი ენერგეტიკულად პირველი მოდის ასცენდენტი, მე ალბათ სარაში ყავს მთვარე და შემდეგ უკვე შენი ზოდიაქო. და შენი ზოდიაქო რა თქმა უნდა უპირველესია, მაგრამ გარეგნულად გეუბნება აი ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორებს, ხო? ჩვენ არ ვიცი, აი იქედან გამომდინარე რომ რაღაცა ესე ინტელიგენტური ეს ჰაბიტუსი ორივეს და რაღაცა ლამაზება ეს რაღაცა ოპცია გამომეტყველება შეიძლება კირჩხიბშიც ყავდეთ ასეთანი ან ლომის და რაღაცა კირჩხიბთან ტყუპების და რაღაცა კირჩხიბის გავლენა ქონდეს ორივეს სენსიტიური აი თვალები მაინც ორივეს აი მიუხედავთ იმისა რომ ეს რაღაცა სხეთხართ ეს რაღაც გამაწყებული მაინც უფრო სენსიტიური შინაგანი განწყობა გაქვთ ორივეს და შეიძლება კირჩხიბთან ქონდეს გავლენა ან უბრალოდ ტყუპებთან აი რაღაცა ხო ჩემ შემთხვევაში სწორად გამოიჩინე შეიძლება ვზივარ ლომურად მაგრამ მე წყული ვარ
აი მერწყული ეს შეხარ მერწყული ზოდიაქო თითოე არ იცი შე რა შეხარ. მაგრამ აი შეხოთაშორის პირველად ვიფიქრე მეთქი მერწყულისნაირ რაღაცა აი რაღაცა ესთეტისა აი სიკეთე და რაღაცა სხვა სხივი ხო რა. და ეს უნდა მარიას დღეს და მარია არ არის მორიელი თუმცა ამბობს რომ არ მორიელი. არა შეხოთაშორის გაქვს მორიელის ენერგია. ხარე მორიელში ასცენდენტი მორიელში არ არის პატარა ამბავი. მიფხილდით ხალხნო. ჩვენი ინტერესი ამოწურულია ამ შემთხვევაში ჯერჯერობით ეხა მაყურებელს დავუთმოთ რომ და გაგვანდეთ რა ხდება მომდევნო კვირაში დღეს ორშაბათია და მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გვაინტერესებს. ქუდის შემდგომ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, გისურვებთ მშვენიერ კვირა დღეს და მინდა გითხრათ, რომ 7 სექტემბრიდან ალბათ ყველამ ვიცით, რომ არის მთვარის დაბნელება, რაც იმას ნიშნავს, რომ 21 სექტემბრის ჩათვლით მაქსიმალურად უნდა ეცადოთ მოერიდოთ მკვეთრ გადაწყვეტილებებს და დღის წესრიგში უნდა დააყენოთ უბრალოდ დაგეგმარება ყველა იმ საკითხის, რომელიც თქვენს ენერგიებში, სურვილში და ემოციებშია. დავიწყებ პირველი რადიკალურად, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი თემით, ანუ ეს მთვარის დაბნელება აუცილებელია იმისთვის, რომ გამოიყენოთ თქვენი რესურსი სწორად და შემდეგი კვირისთვის აუცილებლად დაიწყება ახალი ეტაპი თქვენ ცხოვრებაში და შემდეგ უკვე შეგიძლიათ გადადგათ ნაბიჯები. ვერძებო, თქვენთვის მეტნაკლებად უფრო სენსიტიური კვირა იქნება. ეცადეთ თავი არ გადაიღოთ ზედმეტი სტრესული ფონისგან და მუშაობით. ეცადეთ ეს კვირა დაუთმოთ ბუნებაში ყოფნას, მეტი დრო გაატაროთ ოჯახის წევრებთან და თქვენი რესურსი სწორი მიმართულებით განსაზღვროთ. ამ კვირაში შეიძლება კვირის ბოლოს არასასიამოვნო ინფორმაცია გაიგოთ, თუმცა თქვენი ცხოვრების ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი სწორედ რომ ამ კვირის ბოლოს იწყება, იმიტომ რომ თქვენი ემოციები სწორ მიმართულებებს იღებს და საინტერესო შეგრძნებებით იწყებს მოვლენებს. ყუროებო, თქვენთვის ეს კვირა იღბალის მომტანი იქნება. იქიდან გამომდინარე, რომ იღბალი ყოველთვის მაინც ხშირ შემთხვევაში თქვენ მხარეს არის, ეს კვირაც არ დააყოვნეს ამ ყველაფერს, მაგრამ აუცილებლად არ დაგავიწყოთ, რომ მხოლოდ სამსახურისთვის არ არის თქვენი რესურსი და ენერგია. შეგიძლიათ თქვენს პირად საკითხებსაც მიხედოთ და ეს კვირა უბრალოდ მეტი დრო დაუთმოთ საკუთარი თავის ჩაღრმავებას, ემოციურ ბალანსს და სწორი კომუნიკაცია განსაზღვროთ საკუთარ თავთან. ეცადეთ რომ მეტი დრო გაატაროთ იმ ადამიანებთან, ვინც არატოქსიკურ განწყობას შეგიქმნით და მეტი პოზიტიური და ენერგეტიკული საინტერესო შეგრძნებები აჩუქეთ საკუთარ თავს. ტყუპებო, თქვენთვის საინტერესო კვირა იწყება. მიუხედავად რადიკალური გადაწყვეტილებებისა, ამ კვირაში ეს კვირაც არ გაგაგოცებთ იმით, რომ საოცარი რაღაცნაირად სიმშვიდის მომგვრელი იქნება თქვენთვის. გაგაოცებთ მხოლოდ იმით, რომ რაღაცნაირად ჩამოყალიბდებით საბოლოო ჯამში იმ რესურსით, რა უნდა მოხდეს შემდეგ კვირას თქვენ ცხოვრებაში. აუცილებლად ეცადეთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს კომფორტს და საინტერესო ყველაზე მეტად ის არის, რომ უბრალოდ თქვენი რესურსი რომელსაც რაღაც კონკრეტული საქმისკენ გადადებთ ან კონკრეტულ საქმისკენ მომართავთ, ეს ყველაფერი იყოს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი პირადი სივრცე და არავის არ გაანდოთ კონკრეტული კვირის ბოლომდე მაინც. კირჩხიბებო, თქვენთვის როგორც სხვა დროისთვისაც ცოტა უფრო ჩაღრმავებული და სენტიმენტალური და უფრო მეტად რაღაცნაირი სევდიანი კვირა იქნება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს კვირა ასე გაგრძელდება. კვირის შუაგულში, შუალედში იგრძნობს უფრო მეტ ენერგიას, რაც მოგიტანთ სულიერ რაღაცა ემოციებთან კავშირს, დაგაბალანსებთ და ემოციებს უფრო მეტ რაღაცა დროს დაუთმობთ. აუცილებლად გაატარეთ დრო ბუნებაში, რადგან თქვენთვის ჩაკეტილობა და ეს ემოციური დისბალანსი ამ კვირის ბოლომდე არ იქნება რაღაცა კარგის და ემოციური რაღაცა გაწონასწორების ტოლფასი. ამიტომაც აუცილებელია რომ თქვენ თავზე და ემოციებზე იზრუნოთ. შემდეგი ლომებო, თქვენთვის აი მეფურობის და დედოფლურობის ეს რაღაცა პერიოდი არც ახლა იქნება გამონაკლისი, რადგანაც თქვენში არსებული ეს ენერგორესურსი, რომელიც არის და აქამდე იყო, არც ახლა არ იქნება რაღაცა ნეგატიურ ასპექტებში. თქვენი დაწყებული საქმე დაამთავროთ კვირის ბოლომდე, მიიყვანეთ ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე და აუცილებლად ის სიტუაციები, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია, მოიყვანეთ სისრულეში. არანაირად არც ერთი გეგმა არ განახორციელოთ კვირის ბოლომდე, მხოლოდ კვირის ბოლოს შეგიძლიათ რომ უკვე შემდეგი ორშაბათიდან, როდესაც უკვე დაბნელება დასრულდება, ალბათ თქვენს ბიზნესს, თქვენს კონკრეტულ მიმართულებას, სადაც მუშაობთ და უბრალოდ ამ მიმართულებით დაიწყოთ რაღაცა განვითარება და თქვენი გეგმების რეალიზაცია. შემდეგი ნიშანი გახლავთ მორიელი. მორიელებო,
თქვენი ემოციები სწორად განსაზღვრეთ, ცოტა ტრანსფორმაციული კვირა იქნება. ტრანსფორმაციულობის მიუხედავად საკუთარ სიღრმეებს ჩახედეთ და საკუთარ სიღრმეებში განსაზღვრეთ ის მოვლენები, რომელიც დღის წესრიგში იქნება, ნუ ჩაიკეტებით და უბრალოდ თქვენს სენსიტიურ ფონში ნუ დარჩებით და გახსოვდეთ, რომ ეს კვირა მოგიტანთ რაღაცა პოზიტიურ განწყობას, კვირის ბოლოსკენ რაღაცა ფულადი ჯილდო შეიძლება მიიღოთ სამყაროსგან და ის შემოთავაზებები, რომელიც გექნებათ სამყაროსგან, აუცილებლად უნდა აიღოთ და თითქოს აი ის შრომა, რომელიც აქამდე გქონდათ განხორციელებული, აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ. სასწორებო, თქვენი ეს დისციპლინირებული განწყობა, თქვენი სიტუაციები, თქვენი ფონი, რომელიც თითქოს აქამდე რაღაცა ჩამოუყალიბებლობას ემსახურებოდა, ეხლა უკვე რაღაცა დღის წესრიგში იქნება ძალიან საინტერესო ასპექტებით. თუნდაც იმით, რომ თქვენ ცხოვრებაში კვირის შუალედში უკვე იქნება რაღაცა ემოციური ბალანსი, წონასწორობა და ეს მდგომარეობა, რომელშიც თითქოს დიდი ხანია რაღაცა კონკრეტულ მომენტს ელოდებოდით, რომ რაღაც თავიდან დაგეწყოთ, ზუსტად სწორი დრო რომ თავიდან დაიწყოთ. ოჯახის წევრებთან გამოასწორეთ კომუნიკაცია, რადგან თითქოს ეს კვირა გთავაზობთ, რომ ოჯახის წევრებთან რომ გამოასწორებთ ურთიერთობას, შემდეგ კვირიდან რაღაცა უფრო მეტი იღბალი მოვა თქვენს სიტუაციებში. ქალწულებო, თქვენ ცხოვრებაში ეხლა, რადგან თქვენი პერიოდია, ცოტა ისე სენსიტიური პერიოდია, მაგრამ ეს პერიოდი აუცილებლად გაივლის. მზით ემოციურად რაღაცა ეს პერიოდი ცოტა ისე ბევრი შრომის და ბევრი ეს დაფასების ნიადაგზე, რაც თქვენს ცხოვრებაში არის, თითქოს გაორმაგდება თქვენი იღბალი, იმიტომ რომ იმდენი იშრომეთ, რომ ახლა ნამდვილად დრო დაფასების და იმ პერიოდების, როდესაც საკუთარ ემოციებში დიდი ხანია ებრძოდით საკუთარ თავს. კარგი დროა ოჯახის წევრებთან დროის გასატარებლად, ეცადეთ რომ ცოტა ხანი თქვენი ფუსფუსი გვერდით გადადოთ და უბრალოდ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეთ და ემოციებში დააბალანსოთ თქვენი თავი. ის პერიოდი, რომელიც ამ დროის განმავლობაში თითქოს მეტად უფრო უიღბლოდ გეჩვენებოდეთ საკუთარი თავი, გეტყვით რომ ზუსტად ამ კვირის ბოლოს დასრულდება და ის ემოცია, რომელიც თქვენთან შემოვა, იმ სიახლეს მოგიტანთ, რასაც თითქოს დიდი ხანია ელოდით, თუნდაც სამსახურეობრივად, თუნდაც კოლეგიალური მხრივ რაღაცა, თითქოს სიახლეს მოგიტანთ კვირის ბოლო თქვენ ცხოვრებაში. შემდეგი ნიშანი გახლავთ თხის რქები. თხის რქების ვეტყოდი, რომ თითქოს ძალიან აი დახურული და შინაგანი რაღაცა ჩაკეტილობის პერიოდი აქვთ, თუმცა თქვენი ეს ჯანსაღი მიდგომა, თქვენი სამსახურისადმი და შრომის უნარიანობა ძალიან კარგია, თუმცა ამ კვირის ბოლომდე ეცადეთ, რომ მეტი დრო დაუთმოთ დასვენებას, მეტი დრო დაუთმოთ თქვენს შინაგან განწყობას, მეტი დრო დაუთმოთ ემოციონალურ ფონებს და ეცადეთ, რომ კვირის ბოლოს შემოსული შემოთავაზებები რაღაცა სწორი მიმართულებით განსაზღვროთ და ეს რაღაცა კარგი ემოციებით დახუნცლოთ საკუთარი თავი. პირველ რიგში პატივიაცით საკუთარ თავს, რადგან თუ სტაბილურად, ან თუ მოექცევით სამართლიანად საკუთარ შესაძლებლობად, გაცილებით უფრო მეტი შანსია, რომ კვირის ბოლოს უფრო ახალი ემოციებით დაიწყოთ დღე და უფრო ახალი შეგრძნებებით დაიწყოთ საერთოდ ცხოვრება. გეგმები მხოლოდ და მხოლოდ როგორც აღვნიშნე შემდეგი ორშაბათიდან, ეხლა უბრალოდ დაგეგმარების დრო და შემდეგ უკვე განხორციელების შემდეგი ორშაბათიდან. მერწყულებო, თქვენთვის განსაკუთრებული რაღაცა სიახლისავზე პერიოდია, თქვენი თავგადასავლებისკენ სწრაფვა და თქვენი სამსახურისადმი ეს რაღაცა მიდრეკილება, რომ აი მუდმივად საინტერესოდ გამოიყურებოდეთ ამ კვირაშიც არ დააყოვნებს, რადგან ეს კვირაც მეტად იღბლიან და საინტერესო ეტაპს მოიტანს. ემოციურად ის პერიოდი, სადაც მდგომარეობრივად ვერ გამოდიოდით, თითქოს ეს კვირა უფრო მეტად საინტერესო იქნება და შესაბამისად უფრო მეტ ემოციებს მოგიტანთ ეს კვირა. აუცილებლად თქვენს თავს ჩაუყრმავთ თქვენს თავში ის პრობლემები იპოვეთ, რომ პრობლემა ცოტა ისეც იყო, მაგრამ აი იპოვეთ ის კვანძი, საიდანაც შეგძლებთ, რომ გახსნათ თქვენი შემდეგი წარმატების საკითხი და აუცილებლად ეს პერიოდი გამოიყენეთ საკუთარ თავთან ჩასაღრმავებლად, რადგან საინტერესო დეტალები ზუსტად საკუთარი თავიდან იწყება. თქვენი სიკეთე გადამდებია და თავგადასავლებისკენ სწრაფვაც ამ კვირის ბოლომდე აუცილებლად საინტერესო იღბალს და დეტალებს განახორციელებს თქვენს ცხოვრებაში. შემდეგი ნიშანი გახლავთ
მე მგონი ყველა ხო თევზებო თქვენი ემოციურობა არც ამ კვირაში დააყოვნებთ, ეცადეთ რომ იყოთ მეტად უფრო სტაბილურები თქვენს ემოციებში, სწორად განსაზღვრეთ თქვენი დრო და სწორ კომუნიკაციაში იყავით საკუთარ თავთან. ამ კვირაში თქვენი სენსიტიურობა გვერდით გადადეთ, გექნებათ მეტად უფრო რთული პერიოდი ვიდრე წინა კვირაში, თუმცა გახსოვდეთ რომ თუ ამ კვირის ბოლომდე თქვენ თავს მეტად უფრო საინტერესო შეგრძნებებით გამოყვებავთ კვირის ბოლომდე, აუცილებლად იმ შედეგს მიიღებთ, რომელსაც დიდი ხანი ელოდით. თქვენ ძალიან კარგი ლიდერი იქნებით ამ კვირის ბოლომდე და რაღაცა ამ ლიდერული თვისებებით თქვენ სამსახურში ძალიან დიდი იღბალი და შესაძლებლობები მოვა. მადლობა ყურადღებისთვის და მადლობა იმისთვის, რომ გვიყურეთ. ბედნიერ კვირადღეს გისურვებთ. ესეც ასე ხატია ძნელაძისგან მოვისმენთ ყოველ ორ შაბათს ასტროლოგიურ პროგნოზს, ვფიქრობ საინტერესოა ბევრი ადამიანისთვის და ბევრი რჩევა უნდა გავითვალისწინოთ. რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო იყო. დიდი მადლობა ჩვენს ასტროლოგს. ყოველ ორ შაბათს დღეიდან ესე გემრიელად მოისმენთ თითეული ზოდიაქოს პროგნოზს. მოკლედ, მე მგონი დღევანდელი დღეც შედგა მე-19 სეზონის დასაწყისი ასე თუ ისე ცუდი იყო და რა თქმა უნდა, გემშვიდობებით ხვალამდე. ჩვენ კი გავაგზავნებთ ავალთ. კიდევ ერთხელ გავაგზავნებთ მუშაობას და კიდევ ერთხელ რა თქმა უნდა, ყველას ულოცავთ სკოლის დაწყებას და წარმატებებს გისურვებთ. ხვალამდე, ნახვამდის. ძალიან დიდი მადლობა, ნახვამდის.